მშვიდობისა ეს რეაქცია, რომელსაც ყოველ პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. სახელმწიფო კონცერტი ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება პოლიტიკური შოუ ბიზნესი, ვინ იმღერებს, ვინ ვერ იმღერებს და ვინ სად იმღერებს. ახალი წელი, ქართველი მომღერლები და საქართველოს ხელისუფლება. Thank you so much, Mr. President. მე ისეთი სიდუხჭირა გამოვიარე, აი ამ შავი სიებიდან და მაიმუნობებიდან გამომდინარე, მე ამას უკვე აღარავის აღარ ვაპატიებ. ამას ქონდა რაღაცა პოლიტიკური მიზეზი და სარჩული ყველაფერს. დღეს ვახტიებ მართალი თხრაც ვიგნები და ამიცი რა ვთქვა. რატომ იჭრება მუდმივად სცენაზე პოლიტიკა, მომღერლები კვლავ დაბლოკებზე ალაპარაკდნენ, ისევე როგორც გასული 9 წლის განმავლობაში, დღესაც მთავარი თემა შავი სიებია, არსებობს თუ არა ეს სია რეალურად. გვარი და სახელები დავასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ადგენდნენ შავ სიებს და დღესაც ეს ადამიანები აგრძელებენ ამას. ამ სიას დავით ოკიტაშვილი დღეს რეაქციაში გაგვაცნობს, კიდევ ვინ გაბედავს და ვინ გახსნის კარტებს, კონკრეტულად ვინ იღებდა გადაწყვეტილებას გასულ წლებში, რომელი მომღერალი უნდა მდგარიყო სცენაზე და ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას დღეს, ვისი ვერდიქტი წყდება 2015 წლის საახალწლო კონცერტების სიები. არ გამოაცხადებ ტენდერებზე ალიკო მარგიშვილმა იმღეროს თუ ლევა წურწუმია შეირჩევა ის შემსრულებლები, რაც ხალხს ჭირდება. ვინ იქნება იმ კონცერტზე, რომელიც წელიწადში ერთი ან მაქსიმუმ ორი. არავინ არ უნდა იუკადრისოს რაიონში ახალი წლის შეხვედრა თუ მაყურებლის წინაშე წარდგომა. დავთანხმდი და მღერი ვარ თბილისის კონცერტზე. დამირეკეს რომ უნდა ვიმღერო. ხარ, იმიტომ რომ უკვე მე რამდენი წელია სახში არ შეხვედრილ ვარ ახალ წელს. დღეს რეაქციაში საკუთარ სათქმელს შოუ ბიზნესის წარმომადგენლები იტყვიან, მათთან ერთად დებატებში დღეს ხელისუფლებაც დაჯდება, ვინ იმღერებს თბილისში, ვინ რეგიონებში და ვინ არსად. დღეს ყველაფერს იტყვის ტრადიციულად ორად გახლეჩილი მომღერლები და დიდი პოლიტიკა. ვიწყებთ საღამოს 10-ზე, წინა საახალწლო პოლიტიკური ხმაური ქართული ჰანგებით. საქართველო, ქვეყანა, სადაც სიმღერაც კი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება. მაშასე დავიწყოთ საქართველო, ქვეყანა, სადაც ყველაფერი მათ შორის სიმღერაც პოლიტიკური დაპირისპირების თემა ხდება. ახალწლამდე დარჩენილი 11 დღე და შოუ ბიზნესის დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ. თბილისის მერიამ 31 დეკემბრის ღამეს კონცერტზე მხოლოდ 27 მომღერალი მიიწვია. მერიაში განაცხადეს, რომ მხოლოდ ის მომღერლები დაპატიჟეს, რომლებსაც ბენდთან ერთად ცოცხალი შესრულება შეუძლიათ. სწორედ ტელეკომპანია მაესტროში გაკეთებულ ამ განცხადებას მოყვა ხმაური და ქართველი მომღერლების პროტესტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წლევანდელი საახალწლო კონცერტი ყოფილიყო სწორედ ბიგ ბენდის შესრულებით და ბიგ ბენდის მიერ შესრულებულ კონცერტზე ემღერათ მომღერლებს. შესაბამისად, წრე მომღერალთა შევიწროვდა, ვინაიდან ცოცხლად იმღერა ბიგ ბენდთან ერთად, გარკვეულ ნაწილს შეუძლია მხოლოდ მომღერლების. მერიის ამ განცხადებას მომღერალთა ნაწილის მწვავე პროტესტი მოყვა, ბევრმა ეს შეურაცხყოფად მიიღო. მომღერლები დაბლოკებზე ალაპარაკდნენ, ეს თემა ჩვენს ქვეყანაში აქტუალური იყო ყოფილი ხელისუფლების დროსაც და როგორც ისინი ამბობენ, ამ დროშიც აქტუალურია. დავით ოკიტაშვილმა განაცხადა, რომ ის დღეს რეაქციაში დაასახელებს მათ გვარებს, ვინც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ადგენდა შავ სიებს და დღესაც ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში. ოკიტაშვილი ამ გვარებს რამდენიმე წუთში გაგვაცნობს იმ მომღერლებს, ვინც დედაქალაქის მერიისგან საახალწლო კონცერტზე მიწვევა ვერ მიიღეს, კულტურის სამინისტრომ რეგიონებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა მომღერალთა ნაწილმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. რატომ ამ მნიშვნელოვანი მაინც და მაინც თბილისელი მსმენელისთვის სიმღერა და რატომ არა მნიშვნელოვანი რეგიონების მსმენელი. ერევა თუ არა ისევ პოლიტიკა შოუ ბიზნესში და იბლოკებიან თუ არა დღეს მომღერლები პოლიტიკური ნიშნით. კიდევ ერთი საინტერესო თემა. დღესაც ისევე როგორც გასულ წლებში ხელისუფლებას უცხოელი მომღერლები ჩამოყავს და ბუნებრივია ჩნდება კითხვა. თუ წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი მთავარი ბრალდება სწორედ უცხოელი მომღერლები
მთავრობისთვის გადახდილი ფული იყო, რითი ხსნის იგივე გადაწყვეტილებას უკვე ახალი მთავრობა. დღესაც შეუძლია თუ არა ხელისუფლებამ გაიმეოროს იგივე, რასაც ადრე აცხადებდნენ, რომ უცხოური ჯგუფების ჩამოსაყვანად ბიუჯეტიდან ფული არ უნდა დახარჯულიყო. თუ ეს მხოლოდ იმ დროისთვის საჭირო პოლიტიკური განცხადებები იყო და მეტი არაფერი. აქვე ჩვენი ინტერაქტივი უნდა იწვევდნენ თუ არა უცხოურ მომღერლებს ბიუჯეტის ხაზზე საახალწლო კონცერტებზე ან ნებისმიერ სხვა კონცერტზე ჩაერთეთ ინტერაქტივში ზარი უფასო, ასევე დღეს რეაქციაში ყველა მხარე ყავს მოტეული მომღერლები, ხელისუფლება, კულტურის სამინისტრო, კულტურის პალატა და ვიწყებ ძალიან საინტერესო დისკუსიას. პოლიტიკა და სიმღერა, ყველა კითხვა და ყველა პასუხი დღეს რეაქციაში. მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს აუდიტორიაში მაგიდასთან. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივა. პირველი შეკითხვით მინდა მიმართო ადამიანს, რომელიც ყოველთვის იყო საახალწლო კონცერტების და არა მარტო საახალწლო კონცერტების ყველაზე აქტიური მთავარი გმირი. ეს იყო ლელა წურწუმია. იგი დღეს ვეღარ მოხვდა საახალწლო დაგეგმილ კონცერტზე. რატომ ლელა? დავიწყოთ მოდი თქვენგან. მოგესალმებით გილოცავთ ნიკოლოზობას. მართალი გითხრათ, რადგან მე არ აღმოჩნდი ამ კონცერტში და არც თბილისობის კონცერტში, ამის გამო მე პრეტენზია ნამდვილად არ გამომითქვამს. უბრალოდ მე ქალბატონი მაკაცარიას აი ამ კომენტარმა გადამაწყვეტინა რომ მოსულიყავი, იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფელი და უპასუხისმგებლო განცხადება. კონკრეტულად ის რომ ყველას არ შეუძლია იმღეროს ცოცხლად ამას გულისხმობ. ერთი პრობლემა გასაგებია რომ არ მეძახი, არ არის პრობლემა. შეიძლება რომ არ დამიძახო ამ კონცერტში, მაგრამ როდესაც მოდიხარ ტელეეთერში და მე ვფიქრობ რომ ძალიან საპასუხისმგებლო თავმჯდომარეობაზე არის ეს ქალბატონი და აკეთებ ამ განცხადებას და თან მე მინდა ვთქვა ის რომ როცა ეს ქალბატონი ამ გადაცემაში ჩაერთო, მისი მოთხოვნა ყოფილა ესეთი, რომ მე არ შევალ დებატებში მომღერლებთან და მე უნდა დავასრულო ჩემი კომენტარით ეს გადაცემა. ეს რას ნიშნავს? ანუ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ეს აბსოლუტურად დაუფიქრებელი პასუხი იყო ამ ქალბატონისგან, მაგრამ აი ამის მერე მე მიჩნდება ეჭვი რომ ეს მიზანმიმართულად იყო ამ ქალბატონისგან, აი ეს გახმოვანებული რომ 12 მომღერლები ვინც თბილისის კონცერტში არ არიან, ისინი ცოცხლად ვერ მღერიან. რა მიზანმიმართულად, რა იყო მიზანი, ანუ რისკენ მიმართა მან ეს განცხადება, როგორ ფიქრობთ? ცირა ვერ მივხვდი, იმიტომ რომ მე მინდოდა იქ ეთერში შესვლა და ვერაფერ ვერ მოვახერხე, ვერ დაუკავშირდი და სხვათა შორის დღეს რომ მოვიდოდი ამ გადაცემაში მე დაგირეკე, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს გოგო არ მოვიდოდა. არა, ჩვენ უარი გვითხრეს მის მონაწილეობაზე დღევანდელ გადაცემაში, თუმცა აქ ბრძანდება მერის მოადგილე საღამოშვიდობის ბატონალდა. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში და ალბათ მერია იყოს თავის საქმეს ამ შემთხვევაში. მე მინდოდა რომ ეს ქალბატონი აქ ყოფილიყო და აი ამ ყველაფრისთვის პასუხი გაეცა, მაგრამ მე მინდა ბატონალუდას მივმართო რომ ამ ქალბატონმა თავისი აზრი გააჟღერა თუ კონკრეტულად თქვენ სამსახურში ესე ფიქრობენ რომ ის მომღერლები ვინც არ არიან ამ კონცერტში ისინი ვერ მღერიან ცოცხლად. მადლობა, გისმენთ? მოგესალმებით, ეს გილოცავთ დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და ჩვენი პოზიციის წარმოჩენებისათვის. მე შემიძლია გითხრათ ესეთი რამ, ბუნებრივია ეს არ იყო ჩვენი პოზიციის გამოხატულება. შეიძლება ითქვას რომ ცალკე ეს აღებული თემა შეიძლება იწვევდეს კითხვის ნიშნებს. მე ჩემი მიზანია განმარტო თუ როგორ დავგეგმე ჩვენ ეს რა პოლიტიკა იყო არჩეული. უკაცრავად სანამ განმარტავთ ცალკე აღებული ეს თემა შეიძლება იწვევდეს კითხვის ნიშნებს. განმიმატეთ რა ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ აქ არ იყო ნათქვამი, მთავარი რამ რომ როგორ შეირჩა თავიდან სცენარი, როგორ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, როგორ რატომ ბიგ ბენდი და უშუალოდ როგორ მივედით აქამდე, შემდეგ მონაწილეები როგორ იქნა შერჩეული. აი ეს იყო მთავარი, აქ რო თქმულიყო ეს სრულფასოვნად და მასშტაბურად, მაშინ ესეთი კითხვის ნიშნები არ გასაგებია. მაშინ გითხარით რა კრიტერიუმებით შეირჩნენ მომღერლები, რომლებმაც უნდა იმღერონ? ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი პროექტი, როგორც ნებისმიერი სხვა პროექტი მერიის ფარგლებში განხორციელებული და ბუნებრივია, ორიოდი სიტყვით მაინც ვიტყვი რა არის მერიის პოლიტიკა. ჩვენი პოლიტიკა არის, რაც შეიძლება რაციონალურად გავხარჯოთ თანხები, რაც შეიძლება იყოს ეფექტიანობა ხარჯები, აი თქვენ ახსენებდით აი უცხოელ შემსრულებლებზე და ასე. კი, ბატონი კახაისაუბრებს ალბათ ამაზე. ესეთი საკითხი განიხილება, ძირითადი კრიტერიუმი არის ეფექტიანობა ხარჯები, რა შეხედულობთ რა ფასად და რა
დაგვიღეს რა გვჭირდება, საჭიროებები. ამიტომ ამ პროგრამას ჰქონდა ერთი ძირითადი მიზანი, ეს იყო საახალწლო განწყობის შექმნა და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ სამი ამოცანა ჰქონდა დასახული. ერთი მხრივ რომ შეგვექმნა მრავალფეროვანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროგრამები, მეორე ამოცანა ეს გახდათ გადასახადების გადამხდილების თანხების რაციონალური და ეფექტიანი განკარგვა და მესამე მიზანი ეს იყო მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი. ამ პოლიტიკურად გამოგივიდათ, ეხა მესმის, მაგრამ მარტივად მითხარით, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ისინი, ვინც უნდა იმღერონ, ისინი, ვინც არ უნდა იმღერონ და ისინი არ ეთანხმებიან ეს. არ ვიცი. არა, ესაც გეგმავთ, ბუნებრივია, ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მოხელეები და ჩვენი ვალდებულებები გვაქვს, ბუნებრივია, შინაარსობრივი მხარე ამ ყველაფრის არის ერთი მხარე, მეორე არის როგორ არის ორგანიზებული. ის რომ ეს, ასე ვთქვათ, ამ მიზნებს და ამოცანებს ვიყვებით, შეგვიძლია რამდენიმე არგუმენტი. ვაიმე, ბატონო და ამას არ გეკითხებით, მე გეკითხებით რა კრიტერიუმებით იქნენ ჩასაფებული პოზიციის გარეშე. ეხა ძალიან მიჭირს თქვენთან საუბარი წეგან კახასაც უთხარი, როგორც ხელისუფლება ისე უნდა წარმოვადგინო კულტურის მინისტრის მოადგილეა. ანუ ბუნებრივია, რაც არ უნდა მე მიყვარდეს ძალიან და პატივს ვცემდე, ის არის ხო, თან პირველი მოადგილე ვარო ამბობს. ის არის დღეს ხელისუფლება და მასთანაც იგივე კითხვები მექნება რაც თქვენთან. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ? მაგალითად რომ მოხდა სიტყვაზე ვამბობ ანრი ჯოხაძე, ჩემი მეგობარი, რომელიც იგზის და დაუშვათ ვერ მოხდა ლელა წურწუმი. აი, ეს მითხარით კონკრეტულად, დანარჩენზე მე ვისაუბრებ. ხო, ბუნებრივია, მე გვარებზე ვერ ვისაუბრებ, მე ვისაუბრებ თლიან პროცესის მართვაზე, იმიტომ რომ მე მერის მოადგილე ვარ და ეგეთ დეტალებში ბუნებრივია, ჩემი თემა არ არის. პირველი ეს სცენარი, როდესაც განიხილებოდა ერთ-ერთ შემოთავაზებაში დაახლოებით 300.000 იყო ხარჯი მოთხოვნილი, ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავწევდით და ავარჩიეთ მეორე გზა, რომ Big Ben-ს წარმართა ეს პროცესი. ის ყოფილიყო ცენტრალური, ისე ვთქვათ, მაორგანიზებელი, რამეთვე ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენ ბუნებრივია მას ვინახავთ, უხდით, ესე ვთქვათ, თანხებს და Big Ben-ზე აეწყო მთელი ეს სცენარი. მომდენო ნაბიჯი იყო, შემუშავდა რეპერტუარი, ამის შემდეგ გაკეთდა შეთავაზებები და ასე ვთქვათ, ზოგმა მიიღო ეს შეთავაზებები, როგორც ვიცი, გვარებიც ვიცი, მაგრამ მე მგონი არ არის საჭირო გვარების დასახელება. არა, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. არა, გვარების არა, ეს ყოინება იტყვით თუ არა, ჩვენ ვისაუბროთ. იყო სხვადასხვა თანხები დასახელებული. მოდით ერთი რაღაცას ვთქვათ, საახალწლო ღამეს მერის მიერ ორგანიზებული ან სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება არ არის ერთადერთი დამკვეთი საახალწლო ღამე. არ მპასუხობ, ღია და პირდაპირ. მე რა კითხავს, არა, იმიტომ რომ უამრავი სტუმარი ყავს დღეს ყველარი თანაბარი სტუმარი ამ სტუდიაში, ამიტომ ყველას თანაბრად უნდა გადაუნაწილო დრო. კრიტერიუმები, ანუ ეს იყო ჰონორარი? მოკლესი და მოდით პირობითად დავარქვათ, მოკლესი, ანუ ვინც დაეთანხმა შეთავაზებას. იმიტომ რომ ერთი რაღაცა უნდა ვუჩნოთ, წელს ყველა მომღერალს თბილისმა შეთავაზა ერთნაირი თანაბარი და შეიძლება ითქვას საბაზრო ფასთან ალბათ დაბალი მინიმალური თანხა. ჩემთან არავის არ დაურეკა. შეიძლება მე დავამატო. არავის პროგრამა. აი, არ შემოუთავაზებიათო ამ. კი, მოგცემ სიტყვას ბატონო. დიახ. ეს იყო 1000, ასე ვთქვათ, ლარი, ანუ ხელზე ასახები 1150 დარიცხული თანხა. ეს არის, ასე ვთქვათ, წელს. გასაგებია, რომ საბაზრო თანხასთან შეიძლება იყოს დაბალი. როგორც მე ვიცი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ვიღაცამ დაასახელა სხვადასხვა მიზეზი იყო, ჯანმრთელობის თემები იყო, კერძო სექტორში, ასე ვთქვათ, დასაქმების თემა და ასე შემდეგ. გავიგე, მაგრამ ადამიანები ამბობენ, რომ ჩემთვის არ შემოუთავაზებიაო, აჩიკომაც იგივე. აი, ეკა ყვალიაშვილიც იგივეს ამბობს. ანუ აქ ამ შემთხვევაში ცოცხალი ქართული ესტრადის ვარსკვლავები ამბობენ, რომ მათთვის არავის არ თქვენ შემოგთავაზეს ქალბატონო ირმა. მე კულტურის სამინისტრომ შემოთავაზა მცხეთა მეც სხვა პოზიცია მაქვს, მაგრამ ამაზე მე არ შემოვიდა მერიას არ შემოუთავაზა. არა, კი ბატონო და აქ იცით რა შეასახმე. საერთოდ არ გახორციელდა თან კომუნიკაცია. ეხავე უთქვას და მე მინდა მომღერლებს დავუსვა კითხვა და შემდეგ მოგცემთ. მინდა გითხრათ უბრალოდ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ჩემი კოლეგები, რომლებიც იღებენ თბილისის კონცერტში მონაწილეობას, ან განაწყენება, არც არაფერი გულწრფელი ვარ, ჩემ შულს ფიცა ვარ, პირიქით, პრობლემა არანაირი არ არის და აბსოლუტურად ვინც ახლა აგზანდებიან, იმსახურებენ იმას, იმიტომ რომ ბატონი გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით ბენდთან ერთად მე ვიცი, რამდენიმე მომღერალი წლებია ისინი მუშაობენ, მათ აქვთ რეპერტუარი, გასაგებია და შემდეგ იმ გადაცემაში ჯაიანმა გამოიყვანა ეს გოგო უნდა და გამოიყვანა მდგომარეობიდან, რომ უბრალოდ დროში ვერ ჩაეტიაო, რომ ეს იცით რა არის, ეს ლოგიკასთან ახლოს პასუხი არის და მესმის, მაგრამ ქალბატონი, რომელიც მოდის და შეურაცხყოფას მაყენებ, მე შეურაცხყოფილი ვარ და მე ვფიქრობ, რომ ბევრი ჩემი კოლეგა არის შეურაცხყოფილი, ამით რომ თურმე იმ კრიტერიუმით არ მოხვდი მე თბილისის კონცერტში, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცოცხლად სიმღერა. ერთი დამით, არა, მე მაინტერესებს. მე რა მაინტერესებს? ცოტა სხვაგან მინდა ეხა გადავიდე ბატონო ალოდა და იცით რა მაინტერესებს?
რა მიღწევებისთვის არის დანიშნული ქალბატონი მაკაცარი ამ სამსახურში, რა ღონისძიებები აქვს ჩატარებული, საერთოდ თუ აქვს რამე კავშირი ჩვენი პროფესიის ადამიანებთან და საერთოდ თუ იცის სად მუშაობს. რა კრიტერიუმი დაინიშნა ეს ადამიანი, რომელიც მერე მოდის, მერე აკეთებს ესეთ უპასუხისმგებლო შეურაცხყოფელ განცხადებებს, როგორ მოხვდა ამ სამსახურში. რატო იცით, ჩვენი ანუ პოპ მუსიკების მომღერლები, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო დაფინანსებაზე იცით. წელიწადში ტარდება სულ 2 კონცერტი. ეს არის ახალი წელი, ეს არის თბილისობა, ხო? მეტი კონცერტი ხო არ ტარდება? ვერ მეტყვით რომ ტარდება. არც 26 მაინც ხო, ნუ ხან არის და ხან არ არის. ხო. მნიშვნელობა არ აქვს. და ნუ ამ კონცერტშიც გადაწყვიტა რომ კომპეტენტურმა მაკაცარიამ რომ თურმე ჩვენ სიმღერა არ შეგვიძლია. კარგით. უკაცრავად ჩვენ საარსებო წყარო ეხა გასაგებია რომ მე სადღაც მივდივარ რაღაცას ვაკეთებ რაღაცა, მაგრამ მე რო ვიყო დამოკიდებული ჩემ ქვეყანაზე. მაინტერესებთ მე წელიწადში 2 კონცერტით შემილია ვიცხოვრო? მადლობა ლელა. უპასუხეთ და გადავდივარ ეკასთან, აჩიკოსთან, ზურასთან, ირმასთან და ბუნებრივია ალბათ სტუმრები და მესმისო თქვენთვის ეს საინტერესოა, მაგრამ არ მგონი ეს დღევანდელი განხილვის თემა იყოს. რაც შეეხება იმას, რომ აქ მხოლოდ მერია არ იყო და მერია კლიენტ ვერ გადავიტანთ სიმძიმის სენსს და მთელ აქცენტს, ზუსტად საქმე იმაშია, რომ კულტურის სამინისტროსთან ერთობლივად კეთებოდა წელს 12 თვითმმართველ ერთეულში ტარდება ესეთი კონცერტი, ბუნებრივია ეს კეთდება ცენტრალიზებულად, ჩვენ რა თქმა უნდა ვართ კოორდინაციაში კულტურის სამინისტროსთან და ის რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მერიამ გააკეთა, უბრალოდ შეუძლებელია. კარგით, მაშინ მე ახალ კითხავ, თუ შეიძლება. შეთავაზებები მიდიოდა კოორდინირებული. არა, ადამიანები ამბობს ადამიანი რო არ შემოძი. არ არის მეთქი, დედასფიცავარ, სერიოზულად გეუბნებით, არ არის პრობლემა რომ არ დამიზახეთ კონცერტში. სიყვაზე ვლაპარაკობ. მართლა გეუბნებით, პრობლემა არ არის. მე გეუბნებით უბრალოდ ამ ქალბატონის განცხადებაზე, მაგრამ მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა. აი მერიის სამსახურში დასხნენ ადამიანები, რომლებიც წყვეტენ რომ უნდა გააკეთონ თბილისში ესეთი ღონისძიება, ხო? და დაიწყეს წერა. ვინ უნდა იყოს ამ კონცერტში? აბა ეხლა გადახედეთ ჩვენ ის მომღერლები ვართ, რომლებსაც ან რეიტინგი არ გვაქვს, ან არ ჩანვართ, ან მივიწყებულები ვართ, ან სიმღერა არ შეგვიძლია, ან უბრალოდ მაინტერესებს რა. მე სახელები და გვარები როცა მოვითხოვე, ვინ იღებს მონაწილეობას, მე პატივცემ ყველა ჩემს კოლეგას და ყველა მიცის რომ მე ჩემს ახალგაზრდა თაობებს თუ რაღაცებს თუ მომღერლებს თუ ასე შემდეგ ყველას როგორ შემიძლია ისე გვერდში უდგავარ, მაგრამ მე გამოვიკითხე რამოდენიმე სახელი და გვარი, რომელიც სამწუხაროდ იცით არც გამიგია. და მე როგორც გაირკვა, გამოკითხვა ჩატარდაო, ვინ უნდა ხალხს და ჩვენ მომღერლებმა თუ არ ვიცით, ვინ არის ვინმე შავგულიძე. მე მაინტერესებს აი კარგით, მოდით მოусმინოთ მაშინ. მოусმინოთ მაშინ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს. რა დღეში ხარ ეხა ხო ხედავ, მოგიწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა, დიახ. რატომ რა კრიტერიუმებით შეირჩა კახა? ადამიანები ამბობენ რომ არავის არ შემოუთავაზებიაო და შემდეგ გადმოვდივარ მომღერლებზე. სხვათა შორის 11 წლის წინ ვიყავით თქვენ გადაცემაში. ზეზე. და დათოსმობრივად კენი გარეტი მეჯდა მაშინ. მაგარი გადაცემა. სამინისტროსთან არანაირი არა. უბრალოდ ერთად მუშაობდითო და რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს ხალხი? როცა ეს ბიგ ბენდის თემა გადაწყდა, რომ თქვათ იქ მუნიციპალიტეტის ორკესტრია და ნუ ფინანსებით უფრო გამოსადეგი იქნებოდა, ცოცხალი ინსტრუმენტალისტებით, ასე ვთქვათ, თემა წამოვიდა ჩვენგან, რომ საახალწლო კომპოზიციებით შესრულდა საათნახევრიანი პროგრამა. და რამოდენიმე მერე ვერსია ბიგ ბენდიდან მოვითხოვეთ, აბა რას ფიქრობთ? გაქვთ თუ არა? თურმე ძალიან ცოტა ქართული საახალწლო სიმღერა ყოფილა, მაგრამ მე ვფიქრობ უკვე რომ მომავალში აუცილებლად კონკურსი ან რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაც სახალისო უფრო ბევრი იყოს და იქ ჩაერთონ თქვა ტექსტის ავტორების, კომპოზიტორების ბევრი რაღაც. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ 5 თუ 4 ძვლის ამოვაჩიეთ რა, მოკლედ ქართული. ყველგან რა ვიცი, რაც მოითხოვეს, ვისაღავ კი რადიოებს ალკე იმაზე. მე თან არა, მე რას გეუბნები, თან უნდა ყოფილიყო მასაზე, ქუჩაში ვინც მოდის, იმაზე გათვლილი, რომ იქ ძალიან ისეთი არ ყოფილიყო აკადემიური, ხო რაღაც თავის რას ნიშნავს მასას არ ესმის აკადემიური მუსიკა თუ რასა? არა, 800 ეკოს ამდენი ხალხი 10,000 და 20,000 კაცი რომ მოდის, იმას მაგათად სიტყვაზე ვიძახი. იოიომას ვერ დაუსწრებ. უკაცრავად მით უმეტეს ადამიანები, რომლებიც მე მასა ბრძანეთ თქვენ მახურებელი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც იცნობს ხო ამ მომღერლებს და რა კრიტერიუმებით შეირჩა თქვა. ეხლა წავიდა თემები, ჯერ წავიდა კომპოზიციები, ხო? რაღაც რამდენი 22. სხვადასხვა. იქ იყო რაღაც რამოდენიმე მე ურჩია.
ვაღიარებ ვინ? მაიო ბიონდის საახალწლო ძალიან მაგარი თემა ლენონის და მე ვუთხარ აი ამაზე მოარგეთ მუსიკოსები და ბეკ ვოკალისტები და ასე შემდეგ. ნუ ისე წავიდა რაღაც 8 მუსიკოსი თვითონ ბიგბენს ყავდა და უკვე შეწყობილი 8-ის მერე რაღაც მე მგონი 132-ია ხო რაღაც დანარჩენი კიდე არა რაღაც თავიდან 100-მდე გამოდის იმიტომ თბილისში თავის მანამდე ბენდიც გამოდის გიო ხუციშვილის მე ეს უცხოელი თლიანი 100 მუსიკოსია და რატო ვერ მოხდნენ თქვენ ეს უკვე რა იქ ხარ პროდიუსერი არა მე მაგალითად რივაზას ვერ ვეტყვი თქვა აი შენ ბენდში თქვა გინა თუ არა გიტარაზე ეს ანუ ვინ იყო ეს იდუმალია ადამიანი ვინც აი ამ ვერდიც ადგენდა აქ არის თქვა ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის ტელე შოუს რაღაც ვინც ამ სიმღერას ვინ მოუხდება ხა მაგალითისთვის ვიძახი რა შეიძლება სნუპ დოგთან ბარბარა სტრეიზადი ხო მაგარი მომღერალია სნუპ დოგთან არ წავიდეს მე რა მოხდა მაგრამ ამის გარდა რამეა დავამატო მე ჩემი განკარგულებით რა ქვია მოთხოვნით ჯაბა ჯაიანი თან შეხვედრა ქონდა მე ამ ყველაფრის მერე რომ იქ 11 ქალაქში მიდის პარალელურად კონცერტები ესეთი რაღაც არ ყოფილა და დაიწყეთ მე ქალბატონი ნანი ბრეგვაძიდან არ დატოვოთ არავინ არც ერთი და ყველას დაურეკეთ შეთავაზეთ ჩვენი პირობები და მაქსიმალურად ყველა დააკავეთ და ბევრმა უარი თქვა ბევრს თქვა და სხვადასხვა მიზეზების გამო და ნაწილი მე უნდა გადავიდე აჩიკოსთან ეკასთან შეკითხეთ მანამდე ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ კახა უკაცრავად სიადამი არ ყოფილა არაფერი არა სიაზე დათო ქიტაშვილი ილაპარაკებს მან სპეციალურად ინტერვიუ მოგცა და ველოდები მის განგვარების დასახელებას მაგრამ რამდენიმე წუთში მივცემ სიტყვას აი ჩამოყავთ უცხოელები ყველა ვერ მოხვდა ქართული ესტრადის ვარსკვლავები ამ კონცერტზე სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბრალდება დამეთანხმებით ალბათ აი ამ ხიდების რაღაცა გაუგებარი მშენებლობების შესახებ განცხადებები და ასე შემდეგ რაც მოგვისმენია იყო არაერთი ასეთი ბრალდება რომ ჩამოყავთ უცხოური ჯგუფები ჩამოყავთ უცხოელი მომღერლები და აი ხალხის ფული სად მიდის მე დღეს გეკითხები თქვენ როგორც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს იგივე გზაზე მაშინ რატომ დადგა დღეს ოცნების ხელისუფლება რომელიც აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას სწორედ რატომ ჩამოდის და ბიუჯეტი და რატომ უხდიან ამ უცხოელებს ფულს ბატონო რატო მე ცოტა უტრირებას ვახდეთ როდესაც რა პრეტენზიები იყო აქ არასდროს არ მახსენდება რომ ჩვენ საზოგადოებას ქონდა მოთხოვნილება რაღაც იზოლაციის და ჩაკეტილების არა თქვენ არ მოგისმენიათ განცხადებები ტოტო კუტუნიო ჩამოიყვანეს თქვენ არ მოგისმენიათ ფული გადაუხადეს რუსვანა ჩამოიყვანეს ფული გადაუხადეს და ისა რა ქვია ეგლისიას ხარჯი და ხარისხი და რა ეფექტია დღეს ასე ვთქვათ აი ამ გადაწყვეტილებით რომელიც არის მიღებული მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტული ასე ვთქვათ მოჭარბებული ნაკადის გამო სასტუმროებში $300-დან $1000-მდეა გაზრდილი თანხები ასე რომ მესამე ამოცანა რომელიც მე ვახსენე მაქსიმალური ეფექტი ზუსტად ეს იყო ამიტომ არავის არ უთქვამს რომ ჩვენ ავაშენოთ ეხა ჩაკეტილი სახელმწიფო აქ არის არც მე არ ვსვამ ამ კითხვას ამიტომ მე უბრალოდ შეგახსენეთ რომ წინა ხელისუფლების მე იმათი დამთველი კი არ ვარ მაგრამ ეს ახსოვს ყველას რომ ერთ-ერთი თავი არ იყო ასე ზურა მითხარით განაგძე თემა საერთოდ უცხოელი რატო ჩამოდიოდა? საერთოდ უცხოელი არა, ძალიან კარგად გამოდიოდა ეს ის პრომოუჩეს ბიზნესზე როა დამოკიდებული და ხალხის ფულზე როა დამოკიდებული და ტანც რაღაცა იმაზე იმართება, მე ვფიქრობ, რომ უამრავი გაჭირვებული ადამიანი და არ უნდა დაიხარჯოს ამაზე ფული. შემიძლია ეს? საერთოდ არ უნდა დაიხარჯოს? არა, საერთოდ არ უნდა დაიხარჯოს, არა. ანუ რაციონალურად არა, ეს ალკე თემაა საერთოდ კულტურის სამინისტრომ და თქვენ უნდა შეიმუშაოთ. არა, რაციონალურად უნდა დაიხარჯოს. ამას ვამბობთ, რომ ვიცოდე რას ვამბობ. არა, სწორად გავიგეთ თუ არა ამას ვამბობ. ბიზნესმა უნდა დააფინანსოს, მე ესე ვფიქრობ. ჩვენები რომ მიდიან იქ ჩვენები რომ მიდიან მე რა ბატონო არა თემას არ ავწდეთ უკაცრავად ჩამოყავდათ ბიზნესით ხო თქვენ მე ვფიქრობ რომ თემას ავწდებით ეხლა უბრალოდ მე ეს კითხვა იმიტომ დავშვი რომ აქო ნაკლებიო დანახარჯები უნდა ყოფილიყო თქვენ ბრძანეთ და აქედან გამომდინარე დავშვი კარგი ანუ ის იქნება ხარისხიანი მუსიკა მე ესე გავიგე როგორც ძალიან შორს მყოფმა ადამიანმა და ეს ადამიანები ვერ დადებდნენ იმ ხარისხს ეს ადამიანი რა შეიძლება სიტყვაზე ერთი კვირის მერე სხვა პროექტი იყო და ესენი იყო მე ისინი გაბრაზდნენ რა მე მაგათ ესე ვერ ვასწავლებ ჩემთვის გაუგებარი თემაა რომ ვიღაცა მე სია გამეკეთებინა რომ ლელამ კარგად იცი ჩემი ურთიერთობა ვარიანტი არ არის რომ ესეთი რაღაც სიაში ეს დაბლოკები მადლობა კახა მოდი ძალიან რას ვიძახი თვითონ ეს უცხოელებიც რო არიან და ქართველების მე რა მიხარია იმდენად დონე აიწია ჩვენი მომღერლების უკვე რომ აი მაგათ აგე ფესტივალს და ადრე რო ვაკეთებ სანამ თავრობაში არ ვიქნებოდი ხო უკვე ის აიწია დონემ რომ ძალიან ცოტა არის განსხვავება საერთოდ აღარ არის იმიტომ რომ იგივე ნინო ქათამაძეს კონცერტი იყო მე მარიო ბიონდის ეხა ორჯერ ვახსენე მაგრამ არ იყო ისეთი რაღაცო ის რაღაცა კოსმოსია და ჩვენები ამიტომ ეს თემა აი ამაზეც დარწმუნდებით კონცერტზე რომ მოხდა ძალიან მაგარი კონცერტი ორი სცენა
ჩვენებიც იქნებიან და უცხოელები სასწრელები და რაღაცა იქნება ერთ დონეზე თან ერთობების იქ ვიღაცა პროდიუსერი შენგრა ხავს ის რაღაც 1000 თემა უნდა ნახონ უნდა იმღერონ რომ ნახოს ვიღაც პროდიუსერმა გისმენ უკაცრავად რომ იყო თუ არა ეს პრეტენზიები მე 9 წლის მანძილზე 7 წლის მანძილზე ვიდექით აქციებზე ჩვენ და იყო ეს პრეტენზიები მე გავეცი პასუხი ბუნებრივია ინ გამოსამჩექოში მართლა თუ 10 მილიონს იხდება რა შეიძლება და ეს ისეთი ჯდება რომ და თან იმდენად დიდი სახელი და დიდი მოთხოვნა რა ჯდება ისე სადღაც წარმოედო ორი ჯგუფი 80,000 ჯდება სულ და ეს არის პაროსტელა თავის ბენდით თავის ვიზუალი და პლუს კიდე ჯემიროკვაის გრუსონიქს მოყავს ძალიან მაგარი ჯგუფი და ნახავთ რა მაგარი კონცერტიც იქნება თქვენთან ერთად მადლობ მივცეთ ახლა რა მომღერლებს თუ შეიძლება სიტყვა აჩქო გისმენთ საქმე რა შეიცით პირველი რაც მინდა ვთქვა რომ ეს საუბარიც რაც ახლა მიდის ეს კიდევ დამატებითი შეურაცხყოფა იმასთან რაც იყო წინა კვირას ტელევიზიით აი ქალბატონი მაკაცარიას მიერ განცხადებული. ნათია გამცემიძეს უნდა მივმართო ეხლა ჩემს კოლეგას მაესტროზე ისე გამომდის რომ შენი გადაცემის გაგრძელება მაქვს მაგრამ საინტერესო იყო და ამიტომაც გავაგრძელეთ გისმენთ. საქმე იმაში არის რომ იცით რა თქვენ ბრძანეთ რომ შედგა სიები ჯერ მე მოვითხოვ ამას თუ ეს არ არის დახურული ინფორმაცია ხო მაინც გაიხსნება ვინ არის ის 27 კაცი პირველი მეორე იმიტომ რომ იცით რატომ მათგან რამდენიმე ჩვენი ვარსკვლავი გვიზის ძალიან ბევრი გახდება ცხადი თვითონ მაყურებლისთვის აქ არაფერზე მე ლაპარაკი აღარც იქნება საჭირო ბევრ საკითხზე ამიტომ წავიკითხოთ სია 1 და ვინ ჩამოდის უცხოელი მეორე მესამე იცით საკითხი რომელსაც მე ვფიქრობ ცოტა ალბათ არაკომპეტენტური ან ცუდი ფინანსისტი ხელმძღვანელობს იყო დასახელებული 9 მილიონი ხო 500,000 ალბათ დოლარი რა თქმა უნდა მე ვფიქრობ რომ სხვა კონცერტები რომლებიც ადრე კეთდებოდა გაცილებით ნაკლები ჯდებოდა ლარში ვერ ჩაეტევა ეგ ტყუილია და კიდე მაინტერესებს ის რომ ბენდის მადლობა ბენდის აი აქ ძალიან ბევრი მუსიკოსია და ყველა მიცის ბენდის როგორ აპირებ ბენდის ჟღერადობა გადმოსცეთ ხარისხიანად ან გითუნდაც იმ მაყურებელს რომელიც მე-5 ან მე-10 დგას აი საიდან უნდა გაიგოს იმან რას უკრავს იქ იმიტომ რომ ეს გამორიცხულია ჩვენ ხო ვიცით ყველა გამორიცხულია ინსტრუმენტი და რაღის თვითონული მუსიკოსის გადასახადი ჯერ და რა ჯდება მე აი მთლიანად ეს ბენდი რა ჯდება გაორკესტრება ეხა იცით რა ყველა მიცით რომ ვიცი ეს მე რო არ ვიცოდე რაშია მას საქმე აჩიკო რაღაცის აჩიკო ერთად გოდიშები თან არ არის ისა ძალიან გთხოვთ მე ლაპარაკობ არა მე თქვენ რას იხდით კი არა გაგებები და რას მე არც მაინტერესებს თქვენ რას იხდით მე ვიცი ისინი რას იღებენ რას ბენდი რას იღებს რაც იღებს ვინც აორკესტრებს ვინც უკრავს ვინც მიეცი თაკო გაჩეჩილაძე ითხოვს სიტყვას თქვით ჩემი ამდენს იღებს და შენ თუ იცი მიხარია არ არის თაკოს ერთი წუთით უკაცრავა თაკო ითხოვს რატო არის დამალული ვერ გავიგე საჯარო რატო თაკო გაჩეჩილაძეს უკაცრავა ეს რო დაჯამდეს გაცილებით უფრო იაფი გამოვიდოდა კარგი დიალოგი რო გამოგვივიდეს რაღაცის თქმა სურს თაკოს გისმენ თაკო მოგესალმებით ყველას ჯერ მინდა რომ კახას ნათქვამს რაღაც ესე ჩავერთო, იმიტომ რომ კახამ თქვა რომ ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელიო. ერთ-ერთი ადამიანი ვინც ადგენს ამ სიას. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის გივი გაჩეჩილაძე, ეს არის მამაჩემი და საერთოდ გონზე არ არის და არ აინტერესებს ვინ გამოდის და ვინ არა. ანუ არაფერს ზოგადად არც ერევა და არც აინტერესებს მსგავსი საკითხები, ის არის მარტო დაკავებული ორკესტრით და მას აბარია მუსიკალური მხარე და ძლივს ასწრებს 24 საათი მუშაობს ამაზე, იმიტომ რომ დაურეკეს სულ რაღაც ეხლა 2 კვირის წინ მე თვითონ ვუყურებ როგორ 24 საათი მამაჩემი მუშაობს. რაც შეეხება ეხლა აჩიკოს, არ ვიცი, მე თვითონ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენს იღებს მამაჩემი და იქნებ თუ თვითონ იცის მითხრას. გაორკესტრება თუ გაინტერესებთ 400 ლარი იყო.
კარგით, ეს ძალიან წვიმანებში წაგვიყვანს, მოვბრუნდე თუ შეიძლება. მე როცა ვამბობ, რომ მე ვიცი, ესე იგი ვამბობ, ეს კი არ არის. დასამალი. ხო და ამას ვამბობ, 27-ზე რომ გავამრავლოთ და ერთი წუთი რომ ვიუმატოთ კიდე მომღერლის და კიდე ინსტრუმენტალისტის და კიდე მომყვანის, მიმყვანის, წამყვანის და იმისი გაცილებით უფრო ანუ რას ამბობ, მე ვამბობ იმას, რომ ეს როდესაც ამბობენ რომ ეს გაცილებით იაფიჯდება, არ არის ეს ფინანსურად გამართლებული. ფინანსურად გამართლებული იქნებოდა მომღერის მოყვანა და ფონოგრამაზე რო შეესწრებოდა. ანუ თქვენ ამბობთ რომ იქ არ უნდა ყოფილიყო Big Band და უნდა ყოფილიყო რაჯონი. პირადად ეხლა მე რას გეუბნები, როცა ორკესტრი ან ბენდი ცოცხლად უკრავს, იმას უფრო სხვა დაკრიტო და სხვა ხარისხია ვიდრე მინუსზე. თქვენ ვერ მომცემთ იმ ხარისხს, მე კახა. მოხვარ და დაინახავ. ვერ. ნახო, მოვა როგორც მაყურებელი ამ შემთხვევაში. შეხო ვიდიხარ, სად გამოდი. არა, მე სხვაგანა ვარ, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს არ იქნება არც ტელევიზიით ის ხარისხი, არც ეთნა. კარგი, ამას აჩვენებს ახალი წლის გამე. მოდით ეკა ყვალიაშვილს დაუსვამთ ერთი კითხვა უკაცრავად. ეკამ თქვა ჩვენთან საუბარში, რომ იგი ვერ მოხვდა თბილისის კონცერტში, მაგრამ მიდის ყოველთვის. როგორც ყოველთვის. გაგზელეთ ეთემა, მაგრამ იგი იმღერებს მცხეთაში. ეს რამეს ცვლიდა თქვენთვის ეკა? და ხა რა გითხრა, რა უნდა შეეცვალა ხა მცხეთად საქართველოა და ნებისმიერი რეგიონი საქართველოა ჩემთვის და მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უბრალოდ წელები გავიდა უკვე, იცი, 10 წელიწადზე მეტი გავიდა, რომ მე ვერ ვხვდები რატომღაც თბილისში სახალხო კონცერტებში, ვერ ვხვდები 26 მაისის თბილისობის ეს ცენტრალურ კონცერტებში ვერ ვხვდები. ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში? ხო, ნუ წინა ხელისუფლებაზე მაქვს მესაუბარი საერთოდ. მაგაც პერიოდში კონცერტებში კი არა საერთოდ რა აქვს ცხოვრობდი, მე მიყვარს. ჩემს გაძლებას, ყოჩა. ეხლაც იგივე მომენტია, იმიტომ რომ რა ვიცი, მე არანაირი დროიცახით რომ რაღაც შემოთავაზება და დავრეკეთ და შევთავაზეთ და ჩემთან არანაირი შემოთავაზება პირადად არ ყოფილა. კულტურის სამინისტროდან არ კულტურის სამინისტრო მცხეთაზე დამირეკეს. არა, მე ცენტრალურზე ვლაპარაკობ. მე მინდა ვთქვათ ციფრი, მთლიანობაში თბილისიანებია და თან რეგიონებში სხვა ანსამბლები ყავთ და თან ვეცადე რომ კიდე ბენდების წასულიყო. მესმის გადაანაწილეთ, მაგრამ არ მესმის ყველა წურწუმიაც რატო ადაურეკეს. არა, მე დამირეკეს. არა, მე 450 ხელოვანია და მუსიკოსი, მოცეკოვე, ინსტრუმენტალისტი ხარ. აი სულ 450 დაკავდა რა. მოდის ვიხდი, მე დამირეკა კულტურის სამინისტრომ, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა იმის მერე, როცა გაჟერდა ეს, ნუ არა. რას თქვენ გააპროტესტეთ? რაც მე მე დამირეკეს მანამდე. აი რამოდენიმე დამირეკეს და მითხრეს რომ და ნუ მაგრამ რა თქმა უნდა, ამაში სათაკილო არაფერი არ არის. მე რეგიონებში თითქმის ნახევარი საქართველოს, მთელი თვე ნახევარი საქართველოზე მეტი მოვლილი მაქვს სოლო კონცერტებით. ის კი არა რომ ჩავედი ორი სიმღერა ვიმღერე ან რამე. ჩასული ახალი წლის ღამე სოლო კონცერტით მიმუშავია ფოთშიც, ქუთაისშიც, სენაკშიც, ზუგდიდშიც, ზესტაფონშიც, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე მიყვარს ჩემი მაყურებელი, მე მიყვარს ჩემი ხალხი და პირიქით, რაც უფრო მეტი საშუალება აქვს ამ ხალხს, რომ ჩვენ ახლოს გვიხილოს და მივცეთ ამის საშუალება. უბრალოდ მე კი რა თქმა უნდა, კი. მე უბრალოდ პროტესტი რატო გამიჩნდა, იცით, რომ აღარ მახსოვს ვიღაცა მითხრა, რომ ამ ქალბატონის განცხადების მერე ერთ-ერთი რაიონის გამგებელს თუ ვიღაცას დაურეკავს ვერ გავიგეთო, ანუ ესე იგი ვინც მღერისო, ისინიო თბილისში მღერიან და ვიღაცებს ჩვენ გვიყრიან აქეთკენო. ესე იგი რა გამოიწვია კიდე ამ ქალბატონის განცხადება. ხო და იცი რა არის ინგა, მომისმინეთ სამით. მე დაუშვათ ჩავედი ქუთაისში. აი ამ ყველაფრის მერე ჩავედი. პრობლემა მაშინ არაფერი არ. ჩავედი და ორი სიმღერა მიმღერე. უხერხული არ არის მითხარით ეხლა ორი სიმღერით რო ვიმღერებ და კიდე ეჭვი თვალით რო გიყურებს ის ადამიანი ხა შენ ცოცხლად მღერი თუ ფონოგრამაზე მღერი თუ რა შევ მე კიდე ვამბობ რომ არაფერი პირიქით ჩემია ქვეყანა ჩემი ხალხია ჩემი მაყურებელი არის უბრალოდ მე ამ განცხადებამ იმდენად გამაბრაზა და იმდენად ანუ ნათქვამა რომ თქვენ ცოცხლად სიმღერა არ შეგიძლია და ამიტომ ვერ მოხვდით არ შეგიძლია და არა თან იცი როგორი რაღაც არის რო არ შემილია სიმღერა და დანარჩენი ესე იგი მომღერლების სიას მე უცებ ის 27 მომღერალი ხო არის თბილისში დანარჩენი რო დარჩა მეორე 67 ეხა კულტურის სამინისტრომ გადაანაწილოს რეგიონებში ხვდები ხო და
თუ მერია ფიქრობს რომ იცი რა ჩვენ ახლა ამით მოვიცილოთ ამ ადამიანებს რომ იცი რა პრეტენზიაც არ ქონდეს რომ იცი ნუ ხო დაგირეკეს ახლა კონცერტზე და ხომ მიდიხარ ეგერ შენ სიტყვაზე ლაპარაკობ ცხეთაში თუ ქუთაისში თუ არ აქვს მნიშვნელობა ხვდები მე ამაზე მაქვს საუბარი თორე იმაზე კი არა რომ ამიტომ უარი თქვით საერთოდ მონაწილეობას არა უარი თქვი თქვი უარი მონაწილეობაზე იმიტომ რომ ძალიან შეურაცხყოფილი ვარო ესე იგი უკვე რას უსვამ ხალხს იცი რომ შენა ვერ მღერი ახლა და წადი ახლა გამოდის რომ ჩვენ გამოყარეობა არ ვაქვს ვერ გავიგე რომ ჩვენ ვერ მივდივართ მადლობთ ბატონო კი მანამ დარჩა კიდე რაღაც სათქმე არა კვალიაშვილს ხონდა რაღაც რეპლიკა რა თქვი ახლა რახან დავშოთ ცხეთაში გამოვდივარ მე და ჩემი კოლეგები ჩვენ გამოყარეობა არ გვაქვს ვერ მივხვდი რაშუაში რაშუაში არა რახან იმან თქვა ჩვენ სეჭვის თვალით უნდა გვიყუროს ეს ჩემი დამოკიდებულება არის კაცო შენ სადაც გინდა იცი ეხლა ვერ არა მე წეღან არ დამისრულებია ელემენტარულად რომ არასოდეს არ მოიძებნა არანაირი ბიუჯეტი რა მე გელაპარაკებით ეხლა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს არასოდეს არ მოინახა არანაირი ბიუჯეტი არასოდეს არ მოინახა არანაირი ადგილი არანაირი ადგილის სიაში იყო ყოველთვის რაღაც მარკერით გადახაზული კვალიაშვილი ეხლა რაღაც წეღან ბრძანეთ თქვენ რომ რაღაც დარეკეს ამ ხალხთან პირადად ჩვენთან კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არავის ნამდვილად არ დაურეკია ასევე ჩემი კოლეგებიც იძახიან რომ არ დაურეკიათ მან კულტურის მერიაზე მას ლაპარაკი გონდა გინდაჯალ ხოდა მე ცენტრალურ კონცერტზე მოსმინოთ ანუ ძალიან დიდი არსებითი მნიშვნელობა აქვს როცა კოორდინირებულად კეთდება მერიაზე მთელი სიტუაცია აქვს ამას იცით რატომ აქვს კულტურის სამეცნიერო მეორე ხარისხოვანი მერია პირველ დათო ბოლო ლუკმატროგინა ერთი წამი რა მოიცეთ მეც უნდა თქვა რაღაც და იქ გადავდივარ მე გისმენთ გადამივარ და ფიქრი ეხლა მეც ვიტყვი რა საათი გავიდა სიტყვა არ მithქვამს ხო შეიძლება მე რაღაცა თქვა მოგესალმებით ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს მე ცოტა მუნგებიან პოზიციაში ვარ, იმიტომ რომ პირადი განაწყენების საფუძველი არ მაქვს ინგა და გეტყვი რატომ. მე დამირეკეს უფრო ადრე კულტურის სამინისტროდან, ვიდრე ეს ყბადაღებული ეთერი იყო. და მე უარი ვთქვი მარტივი მიზეზით, რომ მე არასდროს ახალწელს არ ვმღერი ქუჩაში, არსად, არც რესტორანში, ზოგადად არ ვმღერი. ნუ ოჯახში ვხვდები, ასეთი ტრადიცია მაქვს. ეს ჩემი პირადი საქმეა, დიდი მადლობა გადაუხადე ქალბატონს ვის დამირეკა და უთხრა რომ მე ვერ წავალ ვერსა თბილისშიც რომ შემომთავაზონ, ვერ წავალ მე და ასეც იქნებოდა. აქ ამაში არ არის საქმე. მე ერთი კითხვა მაქვს, გაცილებით გლობალურად დგას მე მგონი საკითხი და არა ის რომ ჩვენ წელს და შარშანდა როდესაც სად ვიყავით და როგორ ვიყავით. რას გულისხმობ? რას გულისხმობ და ის 9 წელი როდესაც ახლა წეღან ლელამას თქვა ძვირფასო რომ აი სია ვინ შეადგინა, მე ძალიან მაინტერესებს ის 9 წელი სიებს ვინ ადგენდა. როდესაც არასდროს არც მე არც კვალიაშვილი და არც კიდე ბევრი კარგი მომღერალი, მაგას გვეტყვი ცოტა ხანში აუცილებლად. კიდე რა მაინტერესებს? ეკა მოისა ერთად მაცალი, მე ხარ გიშლიდი. უბრალოდ ეს წლები 9 წელი არის თუ ცოტა ხო? მე მესმოდა რა ხდება, იმიტომ რომ მე ნუ გავაკრიტიკე. როგორ მომივიდა ეს როგორ გავბედე, ნაციონალური მოძრაობა, ბატონი მიხეილ სააკაშვილი რაღაც არ მომეწონა და კრიტიკული გამოსვლები მქონდა შენ გადაცემაშიც გახსოვს და სხვაგან. ნუ ეს დამიждდა ძალიან ძლიერად, მარტო შენ არა. მე თვითონ დავიღობებ ჭყალებში. არ დავიღობ, ძალიან კარგი იყო ეს რაც ხო, მაგრამ ამას ჰქონდა ახსნა ლოგიკური და აბსოლუტურად გასაგები. დღეს რა ხდება ვერ გავიგე. რა ხდება? ალბათ არა პროფესიონალიზმი. ანუ რას მე ხალბატონიას არ ვიცნობ პირადად, აი დღეს რაღაცა შეხება მქონდა სულ სხვა საქმეზე, დიდი მადლობა მე ეთერიდან ვთქვებდო ძალიან ადამიანურად, ძალიან კარგად განეწყო იმ საკითხის მიმართ, სულ სხვა, სრულიად სხვა. არაერთად კავშირი ამ კონცერტთან და ზოგადად კონცერტებთან ამას არ ქონდა. ამიტომ არ მინდა ვიყო ძალიან კრიტიკული, იმიტომ რომ ეთქობა ადამიანია, ეთქობა უნდა რომ გაერხვას, მაგრამ ადამიანის თემაზე არ ვსაუბრობ. არა, ამ ადამიანმა მომიყვანა მე დღეს აქ ვეთანხმები, აი ლელას ამიტომ მოვიდა და მეც. მე სხვა გადაცემებში მანამდეც მიმიწვიეს საერთოდ იმ ყბადაღებულ გადაცემაშიც მათ შორის რომ რატომ არა თბილისიდან. ნუ მე ვთხარ არ მაღელვეს მე საკითხი, იმიტომ რომ ისაც არ გამოვიდოდი, ამიტომ არ მოვალ, მაგრამ როდესაც აღმოჩნდა რომ თუნე იმღერებენ ის ვიწრო წრევისაც ორკესტრთან სიმღერა შეუძლიათ 4 და ესეთი არის რაღაცა 27 ადამიანი თურმე საქართველოში. ეხლა იცი რა მე ჩემ თავზე სალაპარაკოთ არ მოვედი, მაგრამ ფაქტებია აჩიკო ხო რომ 4 წელი და ბიგ ბენთან სიმღერის მეტი არ გამიკეთებია და რატომ თქვენ როგორ საბჭოთა კავშირში არ იყო არა მაგას არ გეკითხებით რატომ თქო რატომ კი რაღაცით უკმაყოფილო ხართ რატომ თქვენი აზრი სილანტიერი იყო თუ რა ვიცი ის იყო ნუ რერო სოლისტი ვიყავი ეხაც ვილალდი ორკესტრის სოლისტი ძალიან მიყვარს
არის და ეხლა ამ წუთში აპრილში მქონდა სოლო კონცერტი დიდ ორკესტრ რაღაცა გამომდის ეს ორკესტრთან სიმღერა და ეს დეფინიციაა ძალიან გამაღიზიანებელი თურმე ორკესტრთან ლუნსტრემის ორკესტრთან ამდენჯერ მიღე რა ვიცი რომელი ერთი და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება თითოეულ ჩვენგანში ძალიან გამახარა ეხლა თაკოს სიტყვებმა რომ თურმე ბატონი გივი არ არჩევს ამ მომღერალს მე მართალი გითხრა ძალიან გულნათკენი ვიყავი იმიტომ რომ მამა ბატონი გივი გაჩეჩილაძე არც ამას მოვიყვები დნიპროს ხელმძღვანელი როცა იყო წლების განმავლობაში უკრაინაში არავის ქართულ მომღერალს იქ არ იწევდა მე მიწევდა სოლო კონცერტები სპორტის სასახლეში მას დღეს რატო არ მეგიწვია ეს არის ვინ ბლოკავს ისევ რა ხდება რა გიგონა რომ ბატონი გივი აკეთებდა იმას რა არა გიგონა გივის გარეშე წარმოია ფლატ მაგრამ არა სხვა რამეს კითხულობ რომელი რას მოუხდება მე სხვა რამეს მიხარი რა გეგონა რომ ბატონი გივი არჩევდა ვის უნდა ემღერა ბენდი ეხლა მე მერჩივნა ბატონ გივის აერჩია და რატომღაც ეთქვა რომ აი ამჯერად მირჩევნია ირმას ვიღაცა არა რა შუაშია რომ მაგრამ ეხლა ბატონი გივი არის ძალიან გამიხარდა რომ ეს ასე არ არის მაგრამ არც მიფი არც დამიშვია კიდევაც რომ ბატონი გივი გაარჩევს მაშ ვიზედაურება ესე იგი როგორც ის 9 წელი ვიღაცა აკეთებდა ამას მარკერით დღესაც ეს სიტუაცია თქვენ არ გაქვთ ეს კითხვა მაქვს თუ იმიტომ ვსვავ თქვენ გააკეთებთ ეს კითხვა რომ პოლიტიკური შეიძლება იყოს აქ დღეს რა ხდება პოლიტიკური სარჩული შეიძლება რომ დავინახოთ მითხარი ზურა რა არის მე ვფიქრობ ეს კულტურის სამინისტროს ნამდვილად არიხება ამ შემთხვევაში იმიტომ რომ კულტურის სამინისტროდან ჩემგან პირადად ჩვენთან დაირეკა ჩვენ დიდი სიამოვნებით არანაირი პრეტენზია არ მაქვს თბილისში გამოვალ ბორჯომში თუ თელავში ჩვენ გვაქვს თელავში კონცერტი და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას რეგიონში იმიტომ რომ რა თქმა უნდა რეგიონი არის ჩვენთვის რეგიონი არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პირდაპირ გეტყვით უბრალოდ ქალბატონი იას განცხადებამ არის რაღაც ცოტა შეურაცხყოფილი. ანუ თქვენთვის ეხლა რასაც ამბობს მერის მოადგილე და კულტურის მინისტრის მოადგილე არის მისაღები? ანუ თქვენ პრეტენზია აღარ გაქვთ იმაზე, რაც ეხლა მოისმინე. ძალიან კარგი, მე მგონი ეს პირველი გადაცემა აღმოჩნდება, სადაც რაღაც კონსენსუსს მივახცევთ. აი ზუსტად ეს არის მერის წარმომადგენლის ანუ განცხადება არ არის დამაკმაყოფილებელი. კიდევ გეუბნებით, რატო და იმიტომ რომ ეს რაღაცა ან და ვაღიაროთ რაღაც შეცდომები. მაგალითად 9 წლის მანძილზე გასაგები იყო სააკაშვილი რატოც არ სვავდა რამოდენიმე მომღერალს კონცერტებში. ეს გასაგები იყო, იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია გქონდა და ბუნებრივია რაღაც არც პრეტენზია არ გქონდა, მაგრამ დღეს თუ იგივე მეორდება და თუ კონკრეტულად არ აქვს მნიშვნელობა, ლელა წურწუმიას არ ურეკავენ, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და არასწორი. რატომ თქვენი აზრით, ლელა, თქვენი იცით ვინ არის პრესიები? ძალიან დიდი ხანი ვიბრძოდით. კეთდებოდა თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო. იმდენად არ იყო ეს სიებ თქვენასაც ლაპარაკობთ, მე არ გამიგია და თუნდაც კარგი, გაუგია დათო. იყო ძალიან კონკრეტულად სტილებზე აწყობილი და ჩემი სურვილი იყო მაქსიმალურად ბევრი შარშან მაგდროს შარშან ხო არ იყო შორი ძალიან ხო არ არის თბილისობას ჩვენც არ ვიყავით კონკრეტულად არ შარშან მიწეული რატო რამე პოლიტიკური დაინახე არ ვიცი ნუ რა თქვენ ხედავთ ყველა რაიმე პოლიტიკას ამის არა ეხლა ცოტა ეხლა გაგწევთ ერთი გამი სხვა რაღაცის თქმა მინდა რა ეხლა მოусმინეთ თუ შეიძლება მოусმინეთ ქალბატონლელო ინგა ეხლა ცოტა ბოდის ვიხდი თემიდან გადავხვალ მაგრამ ეხლა რას თქვა ეკამ და ზურამიც ეხლა არ მინდა რაღაცა თეთრი ყვავით გამოვიდე რომ იცი რა არის დიდი სიამოვნებით წავა რეგიონში ვიმღერებ მე გეუნებით რომ მე არ ვთაკილობ მეთქი არა ზურიკო შენზე არ მაქვს საუბარი ჩემო საყვარელ ლაპარაკი რა სისულელია რომ ყველგან დაწახვილი მომღერალი ვისთვის ხო შეგვეყანაში მაგრამ მე სხვა რამეს ლაპარაკობ ეხლა ეკა რო იძახის რომ მე იცი რა არის ეხლა ცხეთაში რო წავალ ამიტომ ცუდი ტიპი ვარ არა რა სისულელია როგორ გეკადრება პირიქით პატივსცემ არაჩვეულებრივი მომღერალი ხარ პროფესიონალი ხარ შენი საქმის მე უბრალოდ დამოკიდებულება არ მომწონს ამ ქალბატონის მე ამიტომ არ მოსული თორე ხა მე იქ ვიმღერებ თუ არ ვიმღერებ დიდათ მოდით იმ ქალბატონს თავი რო დავანებოთ აგერ ზის ხელისუფლების ორი წარმომადგენელი კულტურის სამინისტროდან და მერიიდან ადამიანები რომლებიც კონკრეტულ პასუხებს ამბობენ დათო მოგადექი ეხლა და გადავდივარ იქითკენ არ ვიცითო ვინ ადგენს თაკო გაჩეჩილაძე მეგერ თქვა რომ მამა ჩემი არაფერ შუაში არ არის სიებთან კახამ თქვა წეღა რომ თურმე მან გადაწყვეტა ხო მე ვარ სიაში დავალაგეთ რომ ანუ თქვენ მაინც ნახულობდით ამ სიებს არა მე ნახულობ რაღაცა ისინი კომპოზიცია მეჩეულში იმიტომ რაღაც გამოცდილება მაგ და დათო გემოვნებით ხუნა ჩავრო დავასახელებო გვარებსო მაპატია სანამ დათო დაიწყებს აი თუ არ გაამართლა მეთხარი უკაცრავად რა აგერ არის სია ხო იმ მომღერლების ვინც იღებენ მონაწილეობას ბატონ ალუდას მინდა ვკითხო რა მე არ ვიცი ხა თქვენ ამ სიღრმეებში ხარ თუ არა ანუ ვინც მე რა მაინტერესებს ბატონ ალუდა გავეშვათ იმ ქალბატონის კომენტარს
დავანებოთ თავი. შეიძლება რომ პირველ რიგში დაგიდასტუროთ ყველა ჩემი ძალიან დიდი ღრმა პატივისცემა. მეორე ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ის ფორმულირება იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებად და ეს არ არის ყველაზე ზუსტი გამოხატულება რაც იყო ჩადებული. აბსოლუტურად ეს სხვა პასუხია ბატონო ალუდა იმიტომ პირველ რიგში ჩვენ გამორიცხოთ ერთი კითხვას მინდა გავცეთ პასუხი და გავაგრძელოთ რა ფორმატშიც ხდება მე მზადა ვარ რაც ჩვენ დავგეგმეთ როგორც ვიმუშავებთ ამაზე ვისაუბროთ. პოლიტიკურ ნიშანზე იყო საუბარი. მე ნამდვილად ეს კი ბატონო სხვებს ბატონ დავითის გარდა სხვებს თუ აქვს ეგეთი განცდა ეს არა სანამ პოლიტიკურ ნიშანზე გადახოთ არა ბატონო ალუდა უბრალოდ ეს გამორიცხოთ თუ ჩვენ გავგებთ თუ თქვენთვის მისაღებია ეს სცენარი საუბრის ერთი რამით უკაცრავად მე არ შეიძლება ხარვეზიც იყოს მეგობრებო შეიძლება შეცდომას იყოს შეიძლება ყველაფერი იყოს მაგრამ ჩემთვის ასე ვთქვათ როგორც ეხლა მერის მოადგილეთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას განემარტოს არის თუ არა რაღაც პოლიტიკური შავი სიები ამბობს ადამიანი და მომეცით საშუალება რომ დაუსვათ ბატონო ალუდა რა თქმა უნდა იტყვის მაგრამ მოდით რა ეს ადამიანები არიან ძალიან აქტიური პიროვნებები და თუ კი აქვს იტყვიან ეხლა აქ შედან ეხლა უნდა გადავიდეთ სანამ ამ პოლიტიკურ თემაზე გადახვალთ ესე ვთქვა და დათოსთან გადახვალ ბატონ ალუდას მინდა ვკითხო როგორც მომღერალმა ხო? დიახ უბრალოდ როცა შედგა აი ამ ჩემი კოლეგების სია კიდევ ამბობ რომ ძალიან მიხარია რომ ჩემთვის ბევრი ძალიან ძვირფასი კარგი მომღერალი აქვს უბრალოდ ის ადამიანები რა მაინტერესებს ისიც აი გამოკითხვა ჩატარდა რამე ინტერაქტივი იყო კითხეს მაყურებელს კითხეს ნორმალურად ეს იყო პროექტში გაწერილი რომ ეს ამით მოხდებოდა ეს კრიტერიუმი ვიღაცამ ახსენე კრიტერიუმი რა ვიცი როგორ არა ვიღაცამ უნდა კრიტერიუმი უნდა თქვა ერთი წუთი ცხეთაში რატო გაუშვი ვიღაცებს ჩემს გარატო დარეკეს ერთი წუთი არა შეხოთი ჩაბი მაგათ ერთი წუთი აჩქო ცოტა ვილაპარაკე. რა კრიტერიუმით არ შეშე, რა დაუშვათ ჯინგლ ბელს რაღაც ქრისმას ქეროლ ვინ იმღეროს. ჩამერთო 12 ქალაქში. ხო, ეს ძალიან მაქსიმალურად და ბევრი ბენდები თვითონ ჩემთვის ეხა ვოკალისტი არ არის მარტო შოუზე ჩემთვის ინსტრუმენტალისტი. ახალგაზრდები და დაივლიდან მაგას აჯობია. დაგეწყოთ აგე რაკედან. რა რეგიონებში გაეშვათ? რატო ეს რეგიონი ცუდია? მე მიწერია დაბადების მოწმობაში საფრედის რაიონი. აი რა მით ზარალდები თუ რა არ მესმე. დავიბადე სამტრედიაში და რა. არა დაგეწყო თუ ახალგაზრდებით და რა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი წუთი. გადმოვალ. ეგ ფართო სიტყვები ძალიან კარგია. ერთი წუთით ეგ ძალიან კარგია. სადიყავით მაშინ თქვენ სუყველანი მე გულისხმობ არა მომღერლებს. როდესაც მე ვატარებდი მთელ საქართველოში კონცერტებს, სოლო კონცერტებს, ჩემი აპარატურით, ბენდით, მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ ბოდიში, ჩემ თავზე ვლაპარაკობ. ყველა რეგიონში და არც ერთი არ დამიტოვებია, მაგრამ აქ არის ხალხი, აი ამ სიახლოვე გადავხედე, რომელიც საერთოდ არ არის რეგიონში ნამყოფი. მაშინ მე აი ამიტომ ვთქვი და არა იმიტომ რომ აქ არის რაღაცა, იცი, რაღაცა დამსახურება არის, რაღაცა მე არის ზოგიერთს მეც მინდა დავუშვათ, მე 7 წელია სახლში არ ყოფილვარ ახალ წელს. მეც მინდა რომ ყოფილიყავი პირველ ახალ წელს ეხა 7 წლის მერე აქ სახლში. მაგრამ არა მაქვს ეს შესაძლებლობა. ეგრე არ არის. რეგიონში უნდა იმღეროს. დიახ, რა თქმა უნდა. ეგრე არ არის. დათო გითხარი ეხა თავი მოუყარე რაც ხდება ანონსი გააკეთე მე უნდა ვთქვაო ვინ არა მოგცემთ ეხავე სიტყვას უკაცრავად ვინ ადგენდა ვინ იდგა მის მიღმა და ვინ გადაწყვიტა ეს ყველა ძალიან დიდი მადლობა რომ აი ეს ადამიანი დღეს აგზის ქეთი ფარესაშვილი რომელიც საერთოდ არსად არ ჩანდა და დღეს აქ არის მე ძალიან ამ დარბაზში ვინ ზიან არიან ყველა ჩემი მეგობრები და ჩვენ გვაქვს და გქონდა მეგობრული ურთიერთობა მაგრამ არასოდეს ჩვენ დროს არ ყოფილა ესეთი გარჩევები ძალიან კაია როდესაც კომუნიკაცია ტელეფონით მაგრამ ამ ადამიანებმა დაიმსახუროს ეს უნდა შეკრიბო ერთად დააჯინო, დაელაპარაკო და მიიღო გადაწყვეტილება. ტელეფონით ელაპარაკები, ნუ გასაგები წელიწადში ორჯერ ეთილინები შეკრიბე რომელიღაც დარბაზში და თქვი რომ აი ესე ვაპირებ თქვენ ეს მოგწონთ არ მოგწონთ. რატო რა საჭე მე მაგალითად ჩემს პროდიუსერებს ხშირად ინტერნეტით ვეკონტაქტები, მეილებით და ეს ასწრის რომ ერთად არ ვსხდებით დაუშვათ და შეიძლება გქონდეს კომუნიკაცია. დიქტატორი არ ვარ, ჩვეულე 21 საუკუნეა. ტელეფონი, მეილი, რა ვიცი, რა მესწრებს
აი ამ შეკრებაზე დაიბადება აზრი. ხო ხედავ ახლა ტელეფონში ერთმა მომღერალმა თქვა რომ მე იქ არ წავალ, ნუ კაი დავანებოთ არ. შეიძლება ჩაკითხვა, ეს არსებული ტრადიცია დავარღვიეთ ჩვენ, როცა არ გავაკეთეთ. ტელეფონის გარეშე პირდაპირ. მე მეკითხები თუ ოკიტაშვილს. ბატონო დავით შეკითხები რა კი ბატონო, კითხვა მაქვს ზოგადად ეს ჩვენ ტრადიცია დავარღვიეთ თუ აჰა, დიახ. არა, პირიქით მე ვლაპარაკობ იმას, ეს მოუწევს ესე გავაკეთოთ. არა, მე არ ღმერთმა დაემფარს ხა მე თქვენ ჭკუა დაგაგებო. არა, რატო შემოგთავაზეთ, არ არის პრობლემა. ვის მე მიცნობს და ჩვენ ვიცნობთ, ძალიან გახსნები ვართ, არ არის პრობლემა. განმავლობაში ამ სიებს აკეთებდა ქალბატონი ირმა ნადირაშვილი, ლელა კილაძე და დღეს ერთ-ერთი აი ამათი წარმომადგენელი მუშაობს კულტურის სამინისტროში, ეს გახლავთ სოფო აბულაძე. შენთან მუშაობს. მე რა მინდა ვთქვა რომ იმიტომ კი არა რომ ძალიან კარგად იციან ჩემი დამოკიდებულება მიშამ, რა ქვია, კახამ, მაგრამ ადამიანი რომელიც 24 საათი ელოდება მიშა სააკაშვილი როგორ შემოვა ცხენით საქართველოს, როგორც ეხლა პეტლი და როგორც ეხლა ბებია ჩემი აღარ დაბრუნდება ვაკის სასაფლაოდან სახში ის ნაციონალური მოძრაობა სათავეში, სოფო აბულაძე ზის აი ეს სოფო აბულაძე ამათ რო ურეკავს. ეს სოფო აბულაძეა, რომელიც წავიდა მიშასთან იტირა და რურუასთან და წამართვეს მე ვასკვე. იმიტომ კი არა რომ მე რატო წამართვეს ვასკვები. და ეს ქალბატონი ხსნიდა ამას. აქ არის მიდგომაზე ინგა საუბარი. რა მიდგომა? მიდგომაზე, იმიტომ რომ ეს ადამიანი სოფო აბულაძე ყველა უნდა გაეშვათ სამსახურებიდან, როდესაც მე არ უკაცრავად. და ამას ამბობ. ნინა წრიალაშვილს იცი რატომ ცევ პატივს? როცა მოვიდა ქართული ოცნება თქვა, მე ეს მთავრობა ამიყვას პატივს არ ვცემ დაწერა. რატო შენ მოგწონს ესეთი სიტუაცია, როცა იცვლება ხელისუფლება და ადამიანები უსამსახურებლად? არა, როცა შენ ხელისუფლებას არ უჭერ მხარს, იმართა როგორ უნდა იმუშაო გამაგები. ანუ ეს არის ის გვარი, რომელიც თქვენ უნდა დავისახელოთ. ეს არის ის გვარი, რა ნაკლები მე მაშინ ერთი კითხვა უნდა დავსვა დარბაზთან. უნდა გადმოვიდე, აი თქვენ ბრძანეთ რომ ეს ადამიანები წყვეტდნენ. ეს ადამიანები ხა ვინც თქვენ დაასახელეთ, მათ შორის ერთ-ერთი იყო დაუშვათ ირმა ნადირაშვილი, ხა აქ არ არიან და ბუნებრივია ისინი ვერ გაგცემენ ამაზე პასუხს, მაგრამ მომღერლები, რომლებიც მონაწილეობდნენ ხოლმე ძალიან ხშირად ამ კონცერტებში. მე მინდა ანრისგან დავიწყო. ანრი, მიკროფონი გიკეთია, თუ შეიძლება გვიპასუხე, ვინ წყვეტდა და ვისი გადაწყვეტილებით იღებით ხოლმე მონაწილეობას იმ კონცერტებში? რომ არ გამოვიდეს ეს ვინ მატყობინებდა რომ კონცერტში უნდა ყოფილიყავი თუ რაღაც ხო? ხო. ანუ მე არ ვიცი ხა იქ ღმერთები იყვნენ თუ არა. ხო, ამას გეკითხებით, ანუ მართლა ორი ადამიანი წყვეტდა თუ ეს იყო არიან ყოველთვის ეს უხილავი ღმერთები, რომლებიც რაღაც სიებს ადგენენ, ეს არავისთვის დასამალი არ არის, ჩემმა კოლეგებმა ყველა მიციან, მაშინაც იყო და ალბათ დღესაც არის, იმიტომ რომ ვიღაცას ლელა უფრო ესიმპათიურება, ვიღაცას აჩიკო მეფარიძე. ხვდებით რა მომენტია. აქედან გამომდინარე, ნუ ვიღაცები ალბათ პრიორიტეტებს უფრო თავისებურად ნუ ჭრიან და კერავენ. მაგრამ ნუ ეხა იმ პერიოდში, როდესაც იყო ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, მე პირადად მირეკავდა სტეფანე და კახუჩელა, რომლებიც იყვნენ ერთ-ერთი კომპანიის რაღაც როგორ არის მფლობელები, ხო დამფუძნებლები და ისინი იგებდნენ ამ ტენდერებს, რასაც ქვია ეს დიდი კონცერტები და შესაბამისად დამკვეთები ისინი გახდნენ და გვეძახდნენ კონცერტებში. კარგი, ნინის მინდა ვკითხო. ნინი იყო ადამიანი, რომელიც ყველა კონცერტში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ დღესაც იგი არის მიწვეული თბილისის ამ საახალწლო კონცერტზე. როგორ ფიქრობ, რა კრიტერიუმებით შეგარჩიეს შენ? არ ვიცი, პირველ რიგში მადლობა რომ მიმიწვიეს ამ კონცერტზე, თუმცა რომ დაეძახათ, თქვა, ცხეთაში, იგივე თქვა რეგიონში, დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მომავალ წელს რო თქვა, ვერ მოვხდე თბილისის კონცერტზე და მოვხდე თქვა ბათუმში, ქუთაისში ან სადმე, ძალიან დიდი სიამოვნებით აი შენ ხარ რეგიონში წახვედი თბილისში ვინ დარჩება? ნუ არ ვიცი, აქ მაგაზე არ არის, მე მგონი ლაპარაკი, აქ სწორედ აი ლელა მაგნიშნა, რომ ისაო რა ქვია, რეგიონზე არ არის საუბარი, აქ მე მგონი იყო სხვა რაღაცაზე საუბარი, რომ ამ ქალბატონის რაღაცა, მე მგონი რომ ეს ქალბატონი უბრალოდ ეხლა სხვა თემაზე გადავედი, უბრალოდ მეც მინდა რომ ამ არა, მე ჩემთვის იცით რა, მაპატეთ, მაგრამ ცოტა გაუგებარია ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის ნათქვამზე ავაგოთ ეს ყველაფერი. თუ ეს არის დაალაგებული და არ არის პრობლემა, ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ერთადერთი გადაცემა აღმოჩნდება დღევანდელი გადაცემა, რომელშიც ყველანი შეთანხმდებიან, რომ თურმე არ არის. ეს ჩინოვნები თუ ამ თანამდებობაზე დარჩება, შემოკარგო, დანარჩენი კონცერტებიც ესე იქნება, იმიტომ რომ იცის რომ ჩვენ არ ვღერით ცოცხლად. და შემდგომში თუ დიდხანს დარჩება, შემდეგი კონცერტებიც ესე იქნება. შეიძლება ძალიან დიდი ძალიან და ნინი განაგრძობს, კი? კომენტარს გავაკეთებ.
თავიდან გაჟღერდა მაყურებელი რომ შევიდა შეცდომაში. თავიდან გაჟღერდა რომ არავის არ დაუკავშირდნენ. მე თუ სწორად გავიგე ბატონი აჩიკოს გარდა ყველასთან იყო კომუნიკაცია, როგორც ასეთი შეთავაზება. კარგი მისაღები თბილისში თუ ეს მეორე თემა. თუმცა აქვე უნდა დავძინოთ რომ თბილისში სხვა თანხაზეა საუბარი, რეგიონში სხვა თანხაზეა საუბარი, რა თქმა უნდა ეს არ არის მაინც ის თანხა რომელიც ალბათ შესაძლოა გარკვეული პიროვნებების რეიტინგს და მათ ასე ვთქვათ სტატუს-კოს და ასე შემდეგ, მაგრამ პირველ რიგში აი აქ უნდა ვთქვათ რომ დაკავშირება იყო ძალიან ბევრ ადამიანთან. ეს არის მთავარი და თუ არა რა მნიშვნელობა კოორდინირებულად ტარდება დიდი მნიშვნელობა რატო აქვს მნიშვნელობა უკაცრავად აი მე ერთი წუთი გავმარტავ ერთი წუთი თუ შეიძლება ეს მე გეტყვი და უცებ პროექტის ფარგლებში თუ ეს ფუნქციები გაყოფილია მომხმარებლისთვის რატო არის პრობლემა ან შემსრულებლებისთვის რატო არის პრობლემა ეს შეიძლება რაღაც ეტაპზე ჩვენ შევაფასოთ რომ სხვაგვარად ჯობდა მენეჯმენტი დაგველაგებია მაგრამ პრობლემატური რატოა თუ კი არსებობს პარტიული სიები ერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში ერთი სიები გვექნებოდა უკაცრავად თუ ბატონი დავითის თქმით თუ ამ სიას ალაგებდნენ ასე ვთქვათ კულტურის სამინისტროში მერიასთან რატო ასეთი პრეტენზია მაშინ ჩვენ არ შეგვირჩევია ამ პარტიული სიებით არა იმიტომ რომ გადანაწილებული იყო თბილისის კონცერტზე აიღო მერია ბატონო სია კი როგორ არა იგდევს სია და ავიღებ და წავიკითხავ მაგრამ სიაში ვინც არიან შესულები ის ადამიანები აქ ხეთხარ შენ მონაწილეობ ანრი ნინი მონაწილეობს თაკო გაჩეჩილაძე მონაწილეობს და ასე შემდეგ ანუ თქვენ აქ ხართ და გასაგებია სამი მომღერალი შემდეგ 27-დან 3 აქვს ხედვა ძალიან ბევრი მომღერალია კიდევ აქ რაზე საუბარი არა აქ იმაზე არის საუბარი რომ აქ მე მგონი არც ერთ მომღერალს არ ეთაკილება ის რომ თქვა წავიდეს რეგიონში და იმღეროს აქ არის საუბარი იმაზე რომ ამ ქალბატონმა მიუხედავად იმისა რომ მე ამ კონცერტში მღერი ვარ ჩემთვის საპატივცე მღერი ბოდიში ჩემთვის საპატივცე მომღერლები მღერიან სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის დედაჩემიც და ითქვა ის რომ ამ მომღერლებს ცოცხლად სიმღერა არ შეუძლია და ეს იყო არასწორი უბრალოდ მე მგონი ამ ქალბატონს ცოტა შეიძლება არ უნდოდა ესე ეთქვა მაგრამ ცუდად უხეშად გამოვიდა კარგი სია რომელიც მთხოვეს ვინც მონაწილეობს ვაჟა მანია ალეკო ბერძენიშვილი ზაურ შავგულიძე თუ არ მომისმენთ არ გამოგვივა გადაცემა სოფო ხალვაში თაკო გაჩეჩილაძე ლევან ჩიჩუა, მარი პავლიაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, ანიკე კუა, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, მაია ბარათაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ბორის ბედია, ოთო ნემთაძე, აჩიკო ნიჟარაძე, სოფო გელოვანი, მარიკო ებრალიძე, ნათია დუმბაძე, ანა ნუმჟავია, ნინი ციკლაური, დათო გომართელი, მაკა ზამბახიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნუცა ბუზალაძე. რა არ მოგწონ თამაში? აჩიკო რო ამბობთ რომ გაეშვათ ესენი და ჩვენ აქ დავრჩენილიყავითო. ეგრე როგორ შეიძლება აბა როგორ არ შემოგწონს რას ნიშნავს ეგ რა კითხვის დასმაა ეგ როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცის მაშინ მეც დაგისხობ შენ არ მოგწონს ხომ აი ასათიანი საიდან მოიტანე მაი ასათიანი ჩემი მეგობარია და ძალიან მოგწონს იგივე იმ რა არ მოგწონს პრობლემას ავწდით აჩიკო ანუ არ არის სიაში ერთი წუთით რა ერთი წუთით მესმის გეღიმებათ მაგრამ ძალიან სერიოზული პასუხები ჭირდებათ ადამიანებს უკაცრავად დიახ იმიტომ არ ვიჩნე იმიტომ იმდენად მე გულში იმდენად მაგრად გვინდოდა გაგვეკეთებინა და ყველასთან იმიტომ რომ ჩემთვის ეხლა ეხლავე გაძლევ ეხლავე დიახ გისმენთ კეთი სიმღერა ბოდიში კაღა იმიტომ რომ საერთოდ არ მიმიღია ეს ჩემ თავზე და აი ფონოგრამაზე სიმღერა უკვე იმდენად სასაცილოა დღევანდელ 21 საუკუნეში მე 1995 წლიდან 19 წლის ვიდექი სცენაზე და 2 საათიან კონცერტებს ვატარებდი ყოველ დღე ცოცხლოდ ფონოგრამაზე რომ გახარ ღერი ხარ სხვა არის და ცოცხალი ბენდი სიმღერა აბსოლუტურად სხვა არის და რატო გრძელდება ეს ყველაფერი კეთი ეხლა პირის გაღება კიდე მეორე თემაა დღევანდელ 21 საუკუნეში რო გვინდა ევროპელობა და მამათ მაღლობაზე გვაქვს მარტო აქცენტი აი ევროპელობა აქედან უნდა დაიწყოს ჩემო კარგო რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ცოცხლად მუშაობა ბენდებთან მარტო მომღერლებს ჩეკავენ მარტო მომღერალი უკვე იმდენია ამ საქართველოში რომ მსმენელს უსწრებს გჭირდება ჩვენ რომ იყოს ინსტრუმენტალზეც ინსტრუმენტალისტები ბენდი არ არსებობს საქართველოში კიდე კაი ბიგ ბენდი არის და კახა დიდი მადლობა და დათო დიდი მადლობა თქვენ რომ კი მაინც ვიღაცა ჩამოყავთ და რაღაცას ვისმენთ ცოცხალს ამ ფონოგრამით მე მაგალითად ყური მეხვრიტება არ მიწევენ ნელა ბოდიში არ ერთი რამით რა უნდა კითხო რა მე არა გულზე არ ერთი რამით რა გულზე მოხდა იმას ვისაც მართლა არა ეს იცი როგორი მე მოხდა გულზე და ხა შენ ეჭვებარება ჩემს პროფესიონალისტში და იმაში რომ მეცოცხლე სიმღერა აბა
ვერ გამიგეხა რა თქვი. ფონოგრამაზე მუშაობა 21 საუკუნეში სიცხვილია. ჩემი აზრით სიცხვილია. მობისმინე როცა საჭირო არის ფონოგრამაზეც იმღერე. აი მაგაშია. იმღერია კიდევაც. მე ვერ მივდივარ კონცერტებზე, იმიტომ ფონოგრამები არ გამაჩნია. გეხვეწები რა. კარგად გადმოხედე რა, აი აგე მხონდა ორკესტრთან ერთად ბოლოს ესა რა ქვია, დიდი სოლო კონცერტი ფილარმონიაში. იცი რა არის გეხვეწები რა. შენ დიდი გოგო ხარ და ეხა რასაც ლაპარაკობ, იმას მოხვდა გულზე, ვისაც თურმე სიმღერა არ შეუძლია. ეხა რა არა, ასეთი ტონით არა, რა განცხადებას აკეთებ? გეუნების ხარ, დღეს არის 21 საუკუნე. აი ზუსტად ეგეთი რამე თქვა. ვინ მღერის, რომელ ქვეყანაში მღერიან ფონოგრამები? დიდი მადლობა კეთი, რატო ხარ უკმაყოფილო? დათო ხუჯაძეს ვეკითხები, რაღაც საერთოდ რა ვერ გაიგეთ? მე ვერ გავიგებ, რა თემაზე ვარ მოსული. თემაზე ვარ მოსული, იმიტომ რომ ეგ აი რაღაცა მოხდა. მე საერთოდ 10 წელია არ მიმღერი ამ ქვეყანაში. დიახ. არავის არ დაურეკია და არც ახლა არავინ არ რეკავს. ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. აქ უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაცა სხვა რამეში არის პრობლემა ხალხო და რაღაც სხვა თემაზე ვლაპარაკობთ. არ ვიცი ეხლა მე მეგონა რომ ეს ხალხი აქ ვინც არის 10 წელი თურმე აღმოჩნდა რომ ყველანი მღერიან. მე და ამის გარდა ჩვენ დავჩაგრეს მარტო მაგრამ არა არის ეს ადამიანები ამბობენ რომ არ დაურეკიათ და მათ ჰქონდა თავისი პროტესტი იმ განცხადი არა ეხლა მე მესმის რომ საღლიცინო თემა სხვა არის სასაცილო თემა სხვა არა თქვენ ამბობთ რომ მე არ ვიციო რაზე მოვედიო მოხვედით იმაზე რომ ჩვენ აქ საუბრობთ ისინი დარჩნენ შეურაცხყოფილები ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით რომ მხოლოდ ისინი იყვნენ მე არ ვთვლი რომ ეს ხალხი არიან ეს ხალხი არიან არა მე ვიძახით იმგერზე რა კოლეგებზე რომ თქვა ეს ხალხი რაღაც არიან დაჩაგრულები ეს ხალხი უკვე შეძგა მათ აქვთ უკვე თავად ყველაფერი ეს უკვე იმ ხარის ის არის უკვე რა პრობლემა ვინც არ არის ამ საკითხში აღასნაირად მაინც კომპეტენტური ეს უკვე იმათი პრობლემაა ხა ვის სად ამღერებენ როგორ ამღერებენ მაგრამ ამღერებენ თუ არ ამღერებენ ეს ჩემთვის რაღაც მომენტია სხვათა შორის რეგიონებზე ბიუჯეტი გვაქვს კიდე დარჩენილი და ვერ შევავსეთ რატო უარი აი მითხარით რომ უარი კარგი მე ძალიან ტკბილი და ტკბილად მე არა ერთი წუთით რა ძალიან ტკბილად მივყავდა ეთერი არც მინდა რომ დაიძაბოს იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ადამიანები რომლებთანაც შეიძლება მე ვიჩხუბოდა ან სხვამ გეჩხუბოდა ან რაიმე სიმტვავე უკაცრავად მინისტრის მოადგილე მომისმინეთ ვინ თქვა უარი რეგიონებში სიმღერაზე გინდათ გამწვავება თემების წავიდეთ რეკლამის შემდეგ მწვავე თემებზე ვინ თქვა უარი მოდით რა ერთი წოტით ვინ თქვა უარი არა ნანი ბრეგვაძემ კიდევ მე ლელა წორუმია სამი რატო თქვეს რატო და არ ცალია ზოგმა თქვა რეგიონში ვერ წავალ ზოგს უფრო კარგი შემოთავაზება ვინ თქვა რომ რეგიონში ვერ წავალო ვისაც თქვა რაღაცა ბევრი იყო ეგეთი რა ვიცი ჩამომიდა არა უკაცრავად არა ეთერში ხართ ეთერში მოდით შევთანხმდეთ ერთ ფაქტორზე რომ არის არაფერი უხერხული ვინ თქვა თქო რეგიონში არა რო არ ვერ წავალ რეგიონში ვინ ვერ წავალ იმის გამო კი რა ხარ რეგიონზე ვერ წავალ არ ეცალა გასაგები მოდით თქვა უკეთესი შემოთავაზება ცენტრალურ საახალწლო კონცერტში რა თქმა უნდა უფრო პრესტიჟულად გოჩვენება მომხდებს ნუ არ ვიცი ასეთი სტანდარტია ხო იმიტომ რომ მოიცავთ ახლა ირაკლი ერთი წამი საერთოდ თუ შევაჯამებთ რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა იმიტომ რომ ეს კონცერტი გაცილებით უფრო გრანდიოზულად ორგანიზებულია აუცილებლად პირდაპირ ეთერში გადაიცემა ამას უყურებს მთელი საქართველო ხომ ასია რა თქმა უნდა მომღერალს უფრო ეპრესტიჟულება იმღეროს თბილისის კონცერტში ეხლა მე დიდი სიამოვნებით წავიდოდი რეგიონის კონცერტში იმიტომ რომ მე როგორც ვიცი ორმაგი ჰონორარები აქვს იქ განაწილებულ მომღერალს სამი 4 კაცი ვერ ვიცანი ვინ არიან ნუ შეიძლება ხა მე არც ვიცნობ იმიტომ რომ მე ხან ვარ ხან არა ვარ შეიძლება არიან ეს ხალხი ხო იცნობს ვიღაცა ამიტომ არის ახალგაზრდა ვიღაცები ხო ხა დანარჩენები პრინციპში ყველა ნუ კარგი ვინ არიან რო ვერ იცანით შემდეგი კითხვა ჩემი იქნება აჩიკოსთან და შემდეგ ისევ სტუდიაში აუცილებელია რომ დაუშვათ ყველა იყოს ძალიან პოპულარული რომელიც ამ თავარ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას დაუშვათ ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად ნაკლებად ცნობილ არის 7 მომღერალი რომელიც არის პროდუქტიული და ამაზე გააკეთეთ აქცენტი კარგით რეკლამა ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგველოდებით
ვართ პირდაპირ ეთერში, საკმაოდ ცხარეა საუბარი რეკლამის დროს. ნახოთ როგორ გაგრძელდება რეკლამის შემდეგ და მე მინდა რომ დარბაზთან გადავიდე სიტყვით დათო ფორჩხიძე და მამულიჩა. გისმენთ? გადააწვევით მიკროფონი. ხო, მე ერთი კითხვა მაქვს რა, თავიდან ხუმრობით დავიწყებ. ამ სიაში მე არც რეგიონში არ დამიძახეს, არც ასად არ დამიძახეს და დათოს მინდა ვკითხო ოქიტაშვილს რომ შავ სიაში მაინც ვარ? არა ვარ, არც იქ არა ვარ. აუ, არც იქ არა ვარ. ან რა ვქნა მაშინ თავრობას. ცოტა ახლოს მიკროფონი. თავრობას ვთხოვო რომ ან დამბლოკოს ან რაღაც კნა ხა? თქვა რომ შენს და დათოც არა, იცი და მოდი რა მე ვიტყვი ჩემს სათქმელს. ეს არავის სათქმელი არ არის და არავის პირადად არ მინდა რომ დაუშვათ ვინმე თავის თავზე მიიღოს ხა თუ მიიღებს მისი პრობლემაა, მაგრამ მე ესეთი განცდა მაქვს რა რომ აი ხელისუფლების წარმომადგენლები ზიან და პირადად მე აი დათო ფორჩხიძე სანამ არ ვიქნები დარწმუნებული იმაში რომ ნებისმიერი აი თქვენი ამომრჩეველი არ გეტყვით იმას რომ აი ჩემი სადაზღვევო პოლისი, ჩემი პენსია ეს და უამრავი ის რისთვისაც თქვენ დაგირჩიეს ხო? აი ისინი არ გვაინტერესებს ოღონდ დათო ფორჩხიძის ხმა გამაგონეთ ახალწელსო, მანამდე მე თქვენ არ მოგთხოვთ იმას რომ კონცერტზე გამომიყვანოთ ან არ გამომიყვანოთ და თქვენი აზრი კიდე იმის შესახებ რომ ვიღაცა კარგად მღერის ან ცუდად მღერის, მე ვთვლი რომ უმრავლესობა თქვენთაგანი არ არის კომპეტენტური და აქედან გამომდინარე საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ და საერთოდ ვერც ვნერვიულობ ამაზე და რაც თავარია კიდე რა არის იცით რომ პირადად გამოსულ ვარ ესეთ კონცერტებზე ხა წინა ხელისუფლებაზე ხო აი არც მბლოკავენ ისეთ უბედურ დღეში ვარ რა წინა კონცერტზე დამსდევდა სტეფანე გამოდი არ მინდა შემეშვი არ მინდა ბოლოს მაინც გამომიყვანა მე ხა 2013 იქაც გამოვედი მე პირადად გეტყვით მეგობრებო ჩემო საყვარელო ადამიანებო რომ ჩემთვის კოშმარული მოგონება ეს კონცერტები მე ესეთი გასწა მაქვს იმიტომ რომ მე მაქვს ისეთი კონცერტები ჩატარებული სადაც 30000 კაცი ჩემ დაწერილ სიმღერას ზეპირად მღეროდა და ის მენატრება ჩემ თავს მე ესეთ რაღაცებს უსახავ ვინცაც უხარია მაგ კონცერტზე გამოსვა მე არ მგონია რომ ხალხმა აი იმ კონცერტზე ვინც გამოვიდა ის ჩათვალოს მე შევამოწმებ ამას ოდესმე თუ მექნება ჩემი ის კიდე თუ მოვინდომებ ჩავატარებ იგივე აგერ დათო იქნება რაღაცას გავაკეთებ და ალბათ მოვა გოგაც ხო მაგრამ ხო რა პრობლემა არ არის მაგრამ კიდე ერთხელ ვიძახი სამთავრობო კონცერტებზე გამოსვლა საერთოდ არ არის ჩემთვის პრიორიტეტი და არც იმას ვფიქრობ რომ არა ცოტა მე გათავამებული ვარ ამ ბოლო დროს ეთერით და მესმის რომ ხალხს ეთერი უნდა ესეც მესმის მაგრამ აქ ხო შემოსავლის მხრივ ორი კონცერტი წელიწადში არაფერი არ არის ზურა გასაგებია ხო თან იცი რომ კორპორაციულები არის და ძალიან ბევრი ჩვენ მე მაგალითად ეხა რო დაეძახათ ვიღაცას იგივე აი კახა მითხრა რომელ ხო კახა მითხრა რომ რეგიონში წადიო სამწუხაროდ კახა ეხა რომ თხოვო ვერ გავაკეთებ მაგას იმიტომ რომ რაღაც კორპორაციულებს უფრო კარგად გამოვდივარ ხო ეგ საერთოდ არ არის პრობლემა მაგრამ მე მინდა რომ ჩემ კოლეგებს უთხრა რომ დაი ვინც ვერ გამოდის დაუშვათ თბილისის კონცერტზე დაი ვიწყეთ რომ ვინმე ჯობია საქართველოს შოუ ბიზნესი ერთნაირად ცუდია. ეხლა აი ამას უნდა შევეგუოთ ჩვენ და ეს თავრობის და რაღაც ბრალია ეს ჩვენი სიმღერებზე საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს რა იქნება, რა კეთდება და სიმღერები რო გაკეთდება, როგორც მოვიდა თავის დროზე მთავრობა, შენთან, ლელასთან, ჩემთან, ისევ მოცულდებიან. ისევ მოცულდებიან და ისევ დავჭირდებით და სანამ არ ვჭირდებით ხო ეხლა ვიღაცები გამოვიყვანეს ახალგაზრდები შეიძლება იმათ უხარია ერთმა შეარგოთ იმას დიდი მადლობა მამულიჩა განაგრძობს თემას კახა მამულაშვილი გისმენთ რომ მომეცა საქმეობა რომ რაღაცა ორი სიტყვით მინდოდა მე თქვა ამ დარეკობთან დაკავშირებით და ნუ ხა ყველაზე მთავარი მიზეზი რაზეც მოვიდით კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ იყოს იმ ქალბატონის განცხადება თორე ნამდვილად დედასპიცა ვარ დაგვიძახებდნენ თუ არ დაგვიძახებდნენ ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ ქონდა იმიტომ რომ არა ვართ ის ადამიანები რომ ვინმე სათხოვარი გავიხალთ კონცერტში გამოვიდოდით თუ არა როგორც მაგალითად მერიამ ჩაატარა თბილისობა ლელა წურწუმიას არ დაუძახეს და არც არავის არ გაუგია არავის პრეტენზია რატომ არ დაუძახეს არ ვიცი და არც ვიკითხია რა ვიცი ხა თვითონ მკითხეთ მე კონცერტის ორგანიზაცია ძალიან უთულესი რაღაცა არის კულტურის სამინისტრო რომ დაგვირეკეს უკვე მე როდესაც ატყდა ეს ამბავი და გვითხრეს რომ აი იქნებო წახვიდეთ და თქვა რაღაც ქალაქი დაგვისახეთ პროტესტის გამოთქმის მერე დაგირეკეს ხო მე აუხსენი ამ ქალბატონს რომ თბილისში ქონდა საღამოები
და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით იმ რეგიონიდან. იქ უნდა წავსულიყავი ერთი სიმღერა, მემღერა და გამოქცეულიყავი უკან და შემდეგ უნდა მივიღოთ თბილისში კონცერტების მონაწილეობა. მეორე კიდე, რა არის იმაში ცუდი, რომ ამბიცია გქონდეს ჩამოყალიბებულ მომღერალს, კომერციულ მომღერალს მომღერალს, რომ თბილისის მთავარ კონცერტში გქონდეს ამბიცია მონაწილეობის მიღები. რა არის ამაში ცუდი? რეგიონში რომ მიდიხარ და მაგნიტოფონის დინამიკებს რო გიდგავენ, იქა და იქ რო უნდა იმღერო, ეგ არის კარგი? კომფორტ თუ შეგდი რეგიონში წავა იქ, მაგრამ იქ რომ მიდიხარ მომღერალი და რომ ღერი ხარ და არავის რო არ ესმის შენი სიმღერა, მაგაზე არავინ არ ლაპარაკობს. ერთ ჩემო ძმაო, ახლა ჩემი ძმა ხარ და მიყვარ ხარ და რაზეა ლაპარაკი. თქვენი კომპანია რა საქმესაც აკეთებს, Eastern Promotion-ი, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის, მაგრამ ჩემო კარგო, ის ორი ჯგუფი რო ჩამოყავთ, რაღაც რაც შენ იცი და შენ მაწყრემ იცის. ამ ხალხმა ვიცი ახალწელს მოდის და უნდა ქართული მომღერლები არიციან ძმაო ეს მომღერლები. ადექიდე ის ბიუჯეტი გადაანაწილეთ ამ მომღერლებზე. მე კიდე ჩემ არა ეგრეა რა დამიჯერე რა დამიჯერე ეგრეა რა ვიწრო არა გასაგებია ერთ-ერთი არ ვიცი ახლა მე მგონი ყველასთან დარეკილი იყო და მანამდეც ამის გამო არავისთან დავალება არ ქონდა მე თავიდანვე მეცემული ქონდა ჯაბაჯაიანი ჩემი თანამშრომელი და მისი სამსახური ურეკავდა არა მე დაგვირეკესო ადამიანები ამბობენ რა ვიცი ხო და გითხრა ეს თემა არის ვიწრო წრემლო იცის გეტყვით პარო სტელარს მარტო თბილისელი 50000 ფანი ყავს Facebook-ზე იმიტომაც მოდის და ერთადერთი პრობლემა იქ იქნება რასაც უყურებ ტექნიკურად დაცვის თემა კარგი. არა, ერთი წამით რა და ისე თემას ვაგრძელებთ რა. აი ელემენტარული შეკითხვა მაქვს. ნანი ბრეგვაძე არის პრიმატ, ჩვენი ხო არის პრიმატ. რატომ უნდა წავიდეს რეგიონში, მითხარით? რატო არ უნდა წავიდეს? არა, რეგიონ, არა, როგორ არ შეიძლება რატომ? არა, პირობები ნანი ბრეგვაძე. ყველა რეგიონში. არა, მაგაზე არ არის. რატო არ? იმიტომ რომ იმ ადამიანს უნდა ხარისხი რომ დადგება, კარგად იმღეროს, კაი გახმოვანება გქონდეს და ყველაფერი კარგი გქონდეს. ეგ არის მნიშვნელოვანი. რა შუაში? რეგიონში არ არის მეთქი, არსად არაფერი პირობა. რეგიონებში ბათუმის გარდა და ზუგდიდის გარდა მათ აქვს დანარჩენი სცენა, განათება, გახმოვანდა ფერვერკები ჩვენ დავაფინანსეთ და გავუგზავნეთ ნორმალური ხარისხის. კარგი, მიაწოდეთ მიკროფონი და ერთი არო ვთქვი ჩემი კოლეგები გავანაწყენე. ანუ მე იმის თქმა კი არ მინდა რომ რომელიმე აი აკობს არ შეუძლია ცოცხლად სიმღერა. მე ვიცი ზუსტად და ვეთაყვანები ყველას. ლელასაც, აჩიკოსაც, მე აჩიკოს შეხელში ვარ გაზრდილი და ძალიან კარგად ვიცი ვინ როგორ ღერის. მე მინდა ხაზი გავსვა იმას რომ ფიზიკურად არ არსებობს, აი აპარატურა არ არსებობს ისეთი, რომ ცოცხალი გახმოვანებამ კარგად იჟღეროს და ამაზე უნდა აქცენტი გაკეთდეს. კარგი. დათოს გადააწოდეთ ლობიზეს თუ შეიძლება და მანამდე ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა ეს უნდა წავიკითხო, ვერ გადავიტან ამას გადაცემის ბოლოში. ცნობილი გახდა რომ ოსკარზე წარსადგენი 83 ფილმიდან 9 ფილმს შორის ეგრეთ წოდებულ შორტლისტში მოხვდა 2 ქართული ფილმი, ზაზა ურუშაძის მანდარინები და გიორგი ოვაშვილის სიმინდის კუნძული. მართლა ბრავო, 15 იანვარს გამოვლინდება 5 ნომინანტი ოსკარის უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. ეს არის მართლა სასწაული. პირველი შემთხვევაა, როცა ოსკარზე წარსადგენს 9 ფილმს შორის 2 ქართულია წარმატებები უსურვოთ. მთელი გულით და სულით მე მგონი ეს იყო ყველაზე მაგარი ინფორმაცია, რაც ეხა შეგვეძლო რომ აყურებლის ჟიურის წევრი ვიყავი სხვათა შორის. აი ჟიურის წევრი ვიყავი. ხუთ ფილმში მე თუ არ წები მანდარინები უკვე არის დასახელებული. მეორე 2 ქართული ფილმი. აწკმევინეთ ლელას რაღაცის თმას და დათო. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ადამიანთან იმუშავა ფილმში დარჩი ჩემთან, იმიტომ რომ ზაზა იყო რეჟისორი და არა, ზაზა ურუშაძეზე მაქვს საუბარი. მთელი სულით და გულით ულოცავ, იმიტომ ეს არის უნიჭიერესი ადამიანი და არაჩვეულებრივი ფილმია, თუ გინახავთ მანდარინები და რა თქმა უნდა, უბაშვილის ფილმიც გაღმანაპირი თუ არ ვწდები, ხო? სიმინდის კუნძული. სიმინდის კუნძული, უბრალოდ და ულოცავ მთელი სულით და გულით ეს დიდი წარმატებაა. ჩვენც ულოცავ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ამბავია, რომ ამ 9 ფილმს შორის არის 2 ქართული. დათო, გისმენ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს თემას, რაზეც საუბრობდით. რატომ არის ესეთი აჟიოტაჟი, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მომენტია რა, ახალი წელი არის, საპროდიუსერო ჯგუფმა შეარჩია ის ადამიანები, ვინც ჩათვალეს იქ არის დამოკიდებული მათ გემოვნებაზე,
ისინი როგორც ჩათვლიან საპროდიუსერო არა მთავრობამ გიორგი არა ნუ მთავრობა უკვე თავს კონკრეტულ ორგანიზაციას რომელიც არჩევს მუსიკოსებს ალბათ არა თვითონ საპროდიუსერო რა მთავრობამ მართალია დააფინანსა მაგრამ თვითონ ბიგ ბენდის ბაზაზე მათი კომპეტენტური ხალხი რომელიც არჩევს რა თქმა უნდა და რაც შეეხება უცხოელ მუსიკოსებს მე მომხევარ რომ რაც უფრო მეტი უცხოელი მუსიკოსი ჩამოვა აქ გაიზრდება გემოვნების ხარისხი საქართველოში მოსახლეობა იქნება ინფორმირებული რომ არსებობს ეს და ის იმას არ ნიშნავს რომ თქვენ ვინმე სადღაც გადაგჩეხათ ან რამე ცუდი გააკეთა მე მაგალითად არ მაქვს არანაირი პრობლემა მეც მაქვს ივენთი მუზეუმ ქარვასლაში აკვანარო ჩამოდის მე სალიოს და აკვანაროს მე გრინ რუმთან ერთად ვარ და ჩემთან მიუხედავად იმისა რომ არ დაურეკიათ ეგ არ არის პრობლემა მე ამას არ განვიცდი პრობლემა ალბათ ვერ მოისმინეთ რაში არა გასაგებია იქ ვიღაც ხალმა რაღაცა თქვა თავისი შეცდომით დაგვიძახებენ თუ დაგვიძახებენ მაგაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი საერთოდ ესე არის ყველა მომღერალი ვერ მოხვდება ყველა კონცერტში რა თქმა უნდა შეიძლება იყვნენ უფრო პოპულარულები და ისინიც ვერ მოხვდნენ ერთ წელს მოხვდებიან მეორე წელს ვერ მოხვდებიან მესამე წელს ვერ მოხვდებიან მაგრამ მაგაზია რომ ლაპარაკი რომ ამ ბეთქოს საქართველოში ახალ წელს არის ერთი კონცერტი ის უცხოელები ჩამოიყვანეს სხვა დროს არ შეიძლება ვინმე არის წინააღმდეგი უცხოელები ჩამოყვანეს რა შეუშალა ხელი მაინც ჩემი აზრით თბილისი არ არის 450 კაცი ამომავალი წერტილი რა აი ეს იმის აი მაინც და მაინც თბილისში გამოვიდეთ ნებისმიერ ადგილას გამოვალ ვიმღერებ მაგალითად ერთი თვის განმავლობაში გამოვედი უკვე ძალიან ბევრ საქველმოქმედო კონცერტზე სადაც საერთოდ თანხაზე ხმა არ მომიღია და რაღაც ფულების თვა მიდიოდა უკაცრავად ჰონორარი მაპატიე გატო ჰონორარი სუდი სიტყვა მერალს უნდოდეს ჰონორარი ეს არის მათი პროფესია ხო არა ჰონორარი გინდოდეს კაი მაგრამ ამაზე ტირილი ხალხნო ფულზე ტირილი არა ნუ რაღაცა იქ არ გამიყვანეს ის ურიცავენ ბოდიში შემოძმა ვინტი ვაში ჰონორარზე იყო ლაპარაკი გადაცემაში თქვა ნუ არ ვიტყვი ხა ითქვა რომ აი იმას ვინ თქვა მაშინ თქვი ვინიც ამდენი ჯდება ეს ამბაი სისულელია რა უბრალოდ რა ხალხს კარგი ძანე და შემდეგ თაკოსთან და კახასთან და ის მაგდასთან ბრუნდებით ისევ ისმენ თემები დაგროვდა და მინდა რაღაც გამოვიხმაურო აქ ბუნებრივი ამ აუდიტორიაში უმეტესობა არის კულტურის სფეროს წარმომადგენელი და ნუ ორი ჩინოვნიკი შეხედვართ და ძალიან ცოტა ალბათ სხვა სფეროდა. მე მინდა ჩვენი განსახედან შევხედოთ პირველ რიგში რაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ რომ რაც შეიძლება თანხები რაციონალურად დაიხარჯოს. ბაზარზე არ არის სახელმწიფო ერთადერთი დამკვეთი. დამკვეთი ძალიან ბევრია და კაცილებით მეც თავაზობენ ამ მომღერლებს და შემსრულებლებს ვიდრე დაუშვათ ამ წუთას მერია. ის 1250 რა თქმა უნდა მე მესმის რომ ძალიან ნაკლებია მაგრამ თქვენ რას იძახით ეხლა რომ აი იმის გამო რომ ცუდი რამე შესთავაზეთ ხარ არა დავასრულებ უფრო იაფასიანი პროდუქტი შესთავაზეთ დავასრულებ ვიტყვი სათქმეს არ არის მაგას თუ იძახით მაინტერესებს კარგად ვიცი რის თქმაც მინდა ასე რომ არ არის პრობლემა კი ბატონო რა თქმა უნდა ნებისმიერ კითხვას უპასუხებ აქ საქმე იმაში არის რომ ჩვენ ამოვდივართ პირველ რიგში ვისთვის კეთდება ეს კონცერტები ეხლა რაღაც მომენტში მე დამჭა შტაბის-ძლება რომ კონცერტი პირველ რიგში კეთდება შემსრულებლებისთვის და არა მოხმარებლებისთვის უკაცრავად მე ესე არ ვთვლი პირველ რიგში მთავარი არის ვისთვის კეთდება თუ ეს აუდიტორია ხვალ დარჩება უკმაყოფილო ბუნებრივია ვით მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ მათ მოვთხოვთ პასუხს რატო შეარჩია ესა თუ ის შემადგენლობა წინაშე ბრძოლობა რეიტინგები ეგეთი მექანიზმი არ არსებობს რაც შეეხება ეხლა ბატონო პოზიცია იყო სხვადასხვანაირი მე პირადად ძალიან აზოს არ მიყვარს პერსონებზე საუბარი და პერსონებზე გადატანა თემები თუმცა მაქვს არაერთი ინფორმაცია იყო გარკვეული პიროვნებები რომლებმაც თანხის გამოთქვეს ვარი რომლებმაც რეგიონის გამოთქვეს ვარი იყო მარებით შემილია ცალკე დავასახელო და არა ეთერში და არ მემაჩნიეს კორექტულად ჩემი მხრიდან როგორც ჩინოვნიკის მხრიდან იყო პირადი ჯანმრთელობის გამო პირადი საქმეების გამო ამიტომ იმდენ ადამიანს შეეთავაზა მე მაინც იმას მინდა დაუბრუნდო ქალბატონი ერთხელ თუ თანხდები ამას არ მოუბრუნდები რომ პოლიტიკური ნიშნით არის თუ არა დღეს ჩვენ ვართ თუ არა ჩართული და უკაცრავად მე ვერ მივიღებ ამას იმიტომ რომ მე ვარ ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღები და მაშინ ჩემთან უნდა ყოფილიყო ის სიები მადლობა დიდი თაკო გაჩეჩილაძე განაგზობს თემას თაკო გისმენთ შეიძლება იყოს ხარვეზის გაუგებრობაც მაგრამ თავარი არის დადანაშაულება რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკური ნიშნით ვაკეთებთ რაღაცას ეს არის ყოველდღიურ მიუღებელი კარგი ძალიან კარგი თუ არა გისმენთ
ძალიან კარგია. კარგი. დიდი ტრაგედია. ზურა მოგცემთ ეხავე სიტყვას გისმენ თაკო განაგზეთ თემა. რის ფარგლებში განვაგრძო რაიონში სიმღერაზე თუ ზოგადად სიებს? თქვენ ხართ ის მომღერალი, რომელიც წლების განმავლობაშიც მონაწილეობდა ხოლმე ამ კონცერტებში და მონაწილეობ დღესაც. სხვათა შორის ჩემო ინკა ძალიან ბევრი კონცერტი ჩატარებულა, ეხა ახალ წელზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ საკმაოდ ყოფილა კონცერტები, სადაც ჩემს არ დაუძახიათ და არ დაურეკიათ, მაგრამ არ გამოვსულვარ და არ ამიტეხი ერთი ამბავი, რომ გინდა თუ არა, რატო არ მამღერებთ. ნუ ვისაც არ უნდა რომ ვიმღერო, ნუ უნდა, ეს იმის პრობლემაა, იქ მე არ მადარდებს, მაგრამ რაც შეეხება ამ ახალი წლის კონცერტს, მე როგორც ვიცი, ზოგადად ყველა მომღერალს დაურეკეს, მაგრამ აქ იყო პრობლემა იმაში, რომ ვიღაცები გადაანაწილეს რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქებში. მე მაგალითად რომ აღმოჩენილიყავი რეგიონში, აბსოლუტურად უპრობლემოდ წავიდოდი, მით უმეტეს რომ იქ ვერ მაქვს უხდიან მომღერლებს სხვათა შორის. და საერთოდ არ მეთაკილება თბილისში ვიმღერებ თუ სადმე სხვა სოფელში. თქვენ ფიქრობთ რომ ეთაკილებათ იმ ადამიანებს, ვინც დაუშვათ უარი თქვა რეგიონში წასვლა? როგორ? თქვენ ფიქრობთ რომ ეთაკილებათ იმ მომღერლებს, რომლებმაც უარი? არ ვიცი, ხა ვიღაცას უნდა რომ აი ბიგ ბენთან ესეც მესმის, რა თქმა უნდა, ეს უფრო სხვა რაღაც არის, რომ გამოდიხარ და ახალ წელს შენ საყვარელ დედაქალაქში ხვდები ბიგ ბენდთან, მაგრამ ნუ მოხდა ესე, რომ წელს არის ესე და ხო არ შეიძლება რომ ამის გამო დავჭამოთ ყველამ ერთმანეთი და რაც შეეხება იმ ქალის გამოსვლას არ მომისმენია ხა მე მისი კომენტარი, მაგრამ რა ვიცი, მე მაგალითად საერთოდ არც მივაქცევდი მაგას ყურადღებას, იმიტომ რომ არ ვფიქრობ, რომ იმან რაღაცა გააზრებულად და ესე რაღაცა მტკივნეულად თქვა ეს სიტყვა. უკაცრავად რაღაც მინდა რომ თქვა, რომ რაც შეეხება სიებს და მამაჩემს, აქ ზედმეტია ლაპარაკი. კარგი, თაკო. შენ გონია ეხლა ეს გოგო ეს ვინმე იამაკაც არის ჩაულებრივი ქუჩაში გამლელი იყო და ჟურნალისტი მიადგა და რა აზრის ხართ კონცერტზეო ესე კითხა ეს. გონია და არც მიფიქრია ლელა ზოგადად არ მაინტერესებს. არა, საერთოდ იცი რა არის ეხლა უბრალოდ მართლა სასაცილო სატირალი რო არ იყოს ეხლა მე როზი ვარ რა გადაცემაში და უნდა უმტკიცო თუ მე ეხლა მაგაც არის თუ ვიღაცებს ცოცხლად სიმღერა შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია. საერთოდ მაგაც არის, ეგ არის მაგაშია საქმე. მაგაც არის როკსტარი ხო არ არის ხალხო რატო გამიგია? მაგაც არის ჩინოვნიკი, ჩემო კარგო რომელიც არის შემკვეთი ამ კონცერტის და დამფინანსებელი. შეიძლება რომ მომისმინო. ალბათ შენ არ უნდა განიცდიდე თქო ამას ვამბობ, ანუ არ უნდა გაღელვებდეს ქალბატონი მაკაცარია სიტყვა. რა ვიცი ხა რატო არის მნიშვნელოვანი? ერთი წამით თაკო მაინტერესებს მე გავიღვიძე და უცებ პოპულარული გავხდი თუ ასე ესე იოლი გზა გავი. ეხლა ამის გამო შეიძლება მთელი საქართველოს ძირს გდია და იცინის რა და გვეყოფა. თავშია. იცი რა შეიძლება შენ გასასაცილო საქმე მე არა ყველა იცინის მთელი დედამიწა იცინის. არა ძალიან გთხოვ რა ეხლა არ გინდათ ეს აბსტრაქტულად რაღაცა ის. ზე იცინის galaktika იცინის. კარგი. მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა ჩვენ აქ ვინც ხედავთ ჩვენი წლები გვაქვს და ჩვენი შრომა გვაქვს ჩადებული ამ შრომაში. ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული. ჩვენ ცხოვრება და ჩვენი არ ვიცი რა არა გვაქვს შეწერული ხა ყველაფერს ვერ მოყვები აქ. და ამიტომ რომ გამოდის თანამდებობის პირი და აკეთებს ესეთ განცხადებას მე ეს არ მომწონს. მე ამაზე მაქვს პრობლემა და მე არ მინდა რომ ამ ადამიანს ესე ხელაღებით ილაპარაკო ჩვენზე და ჩვენი ნამუშევარი ესე უცებ გაიმას საქართველოში პროტესტის გამოსახატად რა უფრო ბევრი მეტი პრობლემა გვაქვს რა ვიდრე ერთ-ერთი პრობლემა ესეც არის ჩემო მე მგონი ამიტომ მე თვალებს ვერ დავუჭამ ამ პრობლემაზე არ დაუსახელებთ თუ კი არ საუბარი იქნებოდა რომ ვის შეუძლია ვის არ შეუძლია საერთოდ არ იქნებოდა შემოთავაზება თქვენს მიმართ ისა რა ქვია გეხვეწებით ბატონო არა ერთი წამით რა თქვენ ხომ უსმინეთ ამ გადაცა ამ გოგოს რამდენად არა თქვენი გვარი მას არ უხსენებია არა აქ არავის გვარი არ უხსენებია მას არა აქ საუბარი იყო იმაზე წელს ცოცხალის შესრულებაზე არის აქცენტი. არა, ბატონო ალუდა, თქვენ არავინ არ უხსენებია მას კონკრეტულად სახელები და გვარები. უბრალოდ კითხეს ამ გოგოს რომ თქვენ უკვე მსხვენი ამ თემაზე რომ ვლაპარაკობ რა. ამ გოგოს ერთი წამით, ამ გოგოს ეკითხებიან რომ ვინ გამოდიან ამ კონცერტში და რა კრიტერიუმით შეაფასეთო? ეკითხება ჟურნალისტი. ეს ეუბნება რომ ჩვენ მერიას ყავს ჯაზ ბენდი, როგორც იცით. ეს კონცერტი ტარდება ბენდთან. ვიხილავთ ძალიან დიდი ბოქაში და მოვიღოთ და გავარჩიოთ. არა, უკაცრავად. უკაცრავად. და ეს გოგო ამბობს რომ ბენდთან ერთად იცით რომ ძალიან რთულია ცოცხლად სიმღერა და ამიტომ ამ კონცერტში მონაწილეობენ ისინი მხოლოდ მომღერალი გარკვეულ ნაწილს შეუძლია მხოლოდ სიმღერა ცოცხლადო და ამიტომ ეს გარკვეული ნაწილი იმღერებს ცოცხლად ამ ბენდთან ერთად. თქვენ თვლით რომ თბილისში სიმღერა არ შემოგთავაზეს პოლიტიკურ ნიშნით? არა არ ვთვლი.
აი ეს სიუჟეტი ბაში გავარჩიოთ ეს სიუჟეტი. არა, არ გვინდა. უკაცა, არა, ერთი წუთი. არ დაუსახელებია. უკაცა, მე ვიტყვი ერთ რამეს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ ქალბატონს უნდა მიეღო ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და შემდეგ მერიამ თქვა, რომ იგი არ მოვიდოდა გადაცემაში, მაგრამ მონაწილეობას მიიღებდა მერის მოადგილე, ალბათ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მერია უას ამბობს იმ განცხადებაზე და იმ პოზიციაზე, ესე გავიგოთ ბატონო ალუდა, რომ ანუ არა იმის გამო მოხდა ადამიანების შერჩევა, რომ ვიღაცაზე იყო ეჭვი, რომ ცოცხლად ვერ იმღერებდა. ის ფორმულირება სულებით არ არის მერის პოზიცია. გავიგე, მერის პროექტი რაც არის მერის პოზიცია, მე კიდე მერჩია. ეს კიდე უკეთესი იქნებოდა. ალბათ ვიღაცას ეთქვა, რომ პოლიტიკური ნიშნით არ ახარ ამ კონცერტში და გამოდიხარ და კიდე შეურაცხყოფას მაყენებ და მეუნების სიმღერა არ იცი და იმიტომ არ ახარ ამ კონცერტშიო. ეს არის ჩემთვის შეურაცხყოფელი, თორე ქემაინც მეწოდინება, რომ იცი რა არის, მე არ მოვწოვა ამ თორობას და ამიტომ არ ვარ ამ კონცერტში. მადლობა. ეს უფრო კარგი იქნებოდა. მადლობა. კახა გისმენთ, კახა კუქიანიძეს გადააწოდეთ და მაგიდასთან უნდა დაუბრუნდეთ. გილოცავთ ნიკოლოზობას. რაც შეეხება სახალხო კონცერტს, მე პირადად ვარ ქალქუთაისში, კულტურის სამინისტრომ დამირეკა. ნამდვილად მოხარული ვარ, რადგან მიწევს ახალწელს კონცერტზე მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება განცხადებას, ეს ნამდვილად ძალიან ცუდი მოსასმენია, მე ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება, ვთქვათ, რაღაცა არ მაგრამ მერის მოადგილე ამბობს, რომ ეს არ არისო მერის პოზიციაო. იცით რა არის, ჩინოვნიკისგან როცა ისმენ ესეთ რაღაცას, ნამდვილად ცუდი მოსასმენია და შეურაცხყოფა. მე ესე ვთვლი და ალბათ რამოდენიმე ადამიანიც. კარგი. დამეთანხმება. დაასრულეთ. არა, დავასრულე, ანუ რომ მეც ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც კარგი, უკაცრავად გადაცემის გარჩევას ნუ დავიწყებთ. ჩვენ აქ ვარკვევთ იმას, რამდენად რეალური იყო, რომ ცოცხლად სიმღერა დაუწუნეს ქართველ მომღერლებს. ეს იყო რეალური, რომ ამ კრიტერიუმით შევარჩიეთ თუ ადამიანი როცა ამბობს მერიის სახელით, თუ არა. რა შეგიძლია თქვა დღეს? მოკლედ უნდა მითხრათ ზურა. პოლიტიკა ერევა დღეს სცენაზე ვინ უნდა იდგეს და ვინ არა? თქვა რომ არ ერევა ნამდვილად, იმიტომ რომ მე ეს არაერთხელ დავინახე, ის რომ მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან 23 ნიაზ დიასამიძე და 33 ღებულობდა მონაწილეობას ესე ვთქვათ მოედანზე პარაფირების მე მგონი ხო ეს კონცერტი ტარდებოდა. დიახ. იქ მიიღო მონაწილეობა ბუნებრივია. მე როგორც ვიცი ეს ჯგუფი და ეს სოლისტი დაგავებული იყო ანუ იყო მიხეილ სააკაშვილის ხარდამჭერი, ხო? და არა მარტო ეს მომღერალი, არამედ უამრავი მომღერალი. საერთოდ პრობლემა მგონია რაშია, იცი რომ საერთოდ როცა შავი სია დგება, როცა რაღაცა დგება, როცა იმ 9 წლიან მმართველობის დროს იყო ესეთი პრობლემები, კითხვა ძალიან ბევრ მომღერალს აქ უნდა დაესვა სხვა მომღერლებზე, ვინც აღებულობდნენ მონაწილეობას ესეთ ღონისძიებებში. არა მარტო ამ სფეროში, შოუ-ბიზნესის, იმ მმართველობამ გამოიწვია ის, რომ სპორტში, ფეხბურთში შეხედეთ რა პრობლემებია. ყველა სფეროში რა პრობლემებია. ეს არის ძველი ინერციით წამოსული მანკიერი მხარე, რომელსაც დღეს ჩვენ მაგრამ ძველი ინერციით წამოსული დროიდან, რაზეც თქვენ საუბრობთ, ზურა, სხედან აქ ადამიანები, რომლებიც მაშინაც იღებდნენ მონაწილეობას, ხო? არა, კითხვა ვინმე დაუსვით მაინტერესებს სხვადასხვა ღონისძიებებში 7 წელი რო იღებთ მონაწილეობას, რატო არ არის ქუჩის ბიჭები? რატო არ უნდა დაგესვა? მე დამისვავს კითხვა, რატომ არ არის ეკა კვალიაშვილი? ხო, კი ბატონო, მე მივიღე პასუხი, რომ მან აირჩია თავისი გზა. აჰა, გასაგებია, შო, დღეს ხო ესე არ ხდება. ვინმე მეტყვის, რომ დღეს ესე ხდება? კი. რა ხდება? ეს გზა იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, ნუ პოლიტიკური თემა. ეს გრძელდება დღეს? მაგას ვთქვი. ეს ხო არ გრძელდება დღეს? კაი და ნუ დაუსვავდით კითხვას, ტელეფონზე მაინც დაგერეკა 7 წლის მანძილზე და მოგეკითხეთ როგორ ახართ. არა, ზოგადად ვამბობ, თლიანად. მე მეკითხია მომღერლებისთვის და იმათვისაც მეკითხია, ვინც აკეთებდა, რომ რატო დაგირეკიათ თუ არა და უთქვიათ, რომ დაგირეკიათ და უთქვიათ, რომ მიშას კონცერტებზე ჩვენ არ გამოვართ. ეგეთებიც იყო, ისეთებიც იყო, არასწორია. არასწორია მაგრამ ეს ზოგადად რომ გვეკითხები დაგის შეგვიკითხია ზურა მანჯავიძისაც შემიკითხია ხო და ჩვენ გვირეკავდი შეიძლება ხშირ შემთხვევაში დაურეკავთ და უარი გვითქვამთ იმიტომ რომ არ გვინდოდა იმ კონცერტზე გამოსვლა არა ეს კვენინებით არ გინდოდა თუ ხშირ შემთხვევაში შავი სიებიც ხო იყო იმ დროს არა რასაც გვეკითხები იმას პასუხი კარგით რაღაცას ამბობთ თქვენ ძანე და ბუბაკი კაბიძის პროდიუსერი დაგვიკავშირდა ბაქოდან და პროდიუსერი მეუბნება ეხლა რომ მან დარეკა
და თქვა, რომ კიკაბიძეს 2 წლის განმავლობაში არც ერთი შეთავაზება არ მიუღია, არც ერთ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით. გისმენთ? მოგესალმებით. მე თქვენ გადაცემას ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს და მოვედი, იმიტომ რომ შანშანდელი ახალი წლის მთავარი მონაწილე მე ვიყავი, რომელიც დაუპირისპირდა ქალბატონ მარინა ბერიძეს ახალი წლის კონცერტთან დაკავშირებით. რაც შარშან ხდებოდა, მე ძალიან მიყვირს პირადად ლელასგან, რომელიც ძალიან მიყვარს და ყველასგან გამორჩეულად, რომ ლელა წელს სვამ შეკითხვას, რომ ცოცხლად ჩვენ რატო ვერ ვიმღერებდით, რატო თქვა, არ ვიცი, ქალბატონის სახელი და გვარი, საერთოდ ვინ რას წარმოადგენს, ეგეც არ ვიცი. ერთი, მაგრამ ჩვენი ამხელა მუსიკოსი, ამხელა მუსიკად მცოდნე ქალბატონი მარინა ბერიძე, იგივეს არ იძახო და შარშან, რომ მომღერლები, რომ ზუსტად იგივეს იძახო და ზუსტად მაგაზე მოხდა მარინა ბერიძესთან ჩემი სტატიები დაპირისპირებები, იქამდე მივიდა საქმე, რომ მე კულტურის სამინისტროდან ამოღებული მაქვს ყველა დოკუმენტაცია. არ არის მარინა ბერიძე, მაგრამ იგივეა და მე მინდა ეხლა სულ ყველა შევეკითხო. შარშანაც რატო არ ეკითხებოდა? მომღერლებს კი არ უნდა შეეკითხონ, უნდა შეეკითხონ იმ პროდიუსერს და იმ ორგანიზატორს, რომელიც ამას აკეთებს. რატო არ არიან? როგორ თუ შარშან ცოცხლად ვერ ვღეროდა მარინა ბერიძის იმით საუკეთესო მომღერლები, რომელმაც საქართველოს 1000-ჯერ ასახელა. არ არის მარტო თქვა მარიკა თხელიძე ლაპარაკი. ეკა კვალიაშვილი ისე შარშან არ დაუსვიათ ეგ შეკითხვა არავის მარინა ბერიძე. მარინა ბერიძე არ არის შარშან ის იყო ორგანიზატორი და ზუსტად ეგ თემა იყო. როგორ არ იყო? როგორ არ იყო? იყო მარინა ბერიძე იყო ორგანიზატორი. რატო შენი ყავი ორგანიზატორი და იცი რომ მარინა ბერიძე ნეკასეფის კვერაძე იყო მაშინ? გამაგებინეთ ნეკასეფის კვერაძე. როგორ არ იყო? სიები დგებოდა კულტურის სამინისტროში. ეხლაც იყო ისოფუ აბულაძე იყო. ისოფუ აბულაძე, რომელიც დათო ოკიტაშვილმა ახსენა, რომელიც კიდევ ნუ ეხლა მაშინ არ ყოფილა მარინა ბერიძე შარშანდელი კონცერტის ორგანიზატორი. მე ვარ იურისტი და არა მუსიკოსი, მე იურიდიულად მაქვს ეს დოკუმენტები ყველაფერი ამოღებული და ზუსტადაც მარინა მართალია. არა, ამბობენ რომ არ ყოფილა, არ ვიცი, არ ვიცი, უკაცრავად არის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და ჩახედოს თუ არ იყო. მაგ დეპარტამენტს ეს ქალბატონი ხელმძღვანელობდა და მაშინ ტუალეტებს წმენდა და ვერ გამიგე. კარგი, ნანა, გეხოცები რა, ეხლა აი ზურაც გამეთანხმა. ალტერ რაღაცა არის კომპანია? არისო. კარგი, მაყურებელი ვერ გაიგებს ეხლა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ უკაცრავად. ბოლო კითხვა უნდა დავსვა და ჩვენი მაგიდის მონაწილეები გასცემენ ამ ბოლო კითხვას პასუხს. მომეცეცა. ნანა, ვერ ვიგებ ზურა რაზე არის? მოიგო ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც იყო, რა ქვია, გულედანის, ხო? ხო, მე მარინა რაშუაშა ბერიძე. აბსოლუტურად არაფერ შუაში არ. ნანა მიცის ჩემი დამოკიდებულება, მარინა აბსოლუტურად არაფერ შუაში არ. ყვაკ იყო ჩართული გრუზინსკი, ბანდრი გრუზინსკი, რომელიც იყო კულტურის მინისტრის მოადგილე. მარინა ბერიძეს ვაფშე არავინ არ ეკითხებოდა. ანუ კულტურის სამინისტრო ადგენდა ამ ყველაფერს. ეს მოიგო ტენდერი მოიგო, განყოფილება იყო იქ ადგილენ ესეები. და ეხლა იცის ნანა, იქ მუშაობდა ის აღარ მინდა ის ქალის სახელი და გვარის დასახელება. მომართავდა რომ მეუნები, ვიცი რომ ძალიან გიყვარვარ, ძალიან მიყვარხარ მეც, მაგრამ ეხლა მე რომ მეუნები ამას შარშან ცოცხლად სიმღერა თუ ცოცხლად სიმღერა, მე არ ვიცი ახლა ალბათ ემას უსმენდი ყველაფერს, მაგრამ მე გეუნები რომ ახლა თუ შენ ჩემთან პრეტენზია გაქვს რომ მარინა ბერიძე აკეთებდა ამას, მე გეუნები რომ მარინა ბერიძე არაფერ შუაში არ არის. კარგით, არა, ავწდით რა თემას, უკაცრავად, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ხოლმე გადაცემაში ადამიანებზე საუბრის, რომლებიც არ სხედან და უბრალოდ პასუხს ვერ გაგცემ. საუბრობ კერძოდ მარინა ბერიძეზე კი არა, კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი თანამდებობის პირზე, რომელსაც კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი თანამდებობის პირი იყო, რომელსაც პირადად ეხებოდა აი კონცერტების ჩატარება და ეს განყოფ ხომესია ბატონო. ხო ეს განყოფილების თავმჯდომარე იყო. დიდი მადლობა. ეხა რეკლამა უნდა გამოვაცხადო და რეკლამის შემდეგ შევაჯამებ და მე მაქვს იმედი, რომ ეს რეაქცია ნამდვილად აღმოჩნდება კი არა და უკვე ვფიქრობ, რომ აღმოჩნდა გადაცემა, სადაც ასე რაღაცნაირად ყნარად და მშვიდად მე მგონი თანხმდებით იმაზე თუ არ თანხმდებით, არ თანხმდებით, აჩიკოს ეღიმება, ძალიან კარგი რეკლამის შემდეგ მოგცემ სიტყვას და შევაჯამოთ. რა ხდება, ანუ პრობლემა მოიხსნა, დავუშვათ ეს იყო ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება და ხელისუფლება არ ერევა იმის მიხედვით მომღერლების შერჩევაში, ვინ ცოცხლად მღერის და ვინ არა. ბოლო შეჯამები დავბრუნდებით რამდენიმე წუთში კი ბატონო? კარგით, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და შევაჯამებთ დღევანდელ რეაქციას.
ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ერთგვარად უნდა შევაჯამოთ შოუ ბიზნესის წარმომადგენლების დამოკიდებულება აი ამ მოვლენის მიმართ, რაც არის ახალი წელი წინა საახალწლო კონცერტები და მინდა დავიწყო დათო ოკიტაშვილისგან, თითოეული თქვენგანისგან ბოლო პასუხები რომ მოვისმინოთ. წეღა რას თქვენ ბრძანეთ, რომ აი მე ვიცი, ესე იყო ადრე, ესე არის ეხლა. ისე ხო არ გამოდის დათო, რომ თითიდან გამოწოვილი არის დაუშვათ პრობლემა, რომელზეც თქვენ საუბრობთ. მაგალითად, ვიმბრძანეთ სოფო აბულაძე. ადამიანი, რომელიც არის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი და მას ჰყავს უფროსი, რომელიც არის დაბა ჯაიანი, მისი უფროსი. მე სხვა რაღაცა. არა, უკაცრავად. მე გამიმარტეთ მე რა თქვი, რა იგულისხმეთ, მაგრამ ანუ ადამიანებს, როდესაც ჩვენ რაღაცა ბრალდებას უყენებთ, ხო, ამას გეკითხებით. ვიღაცა არის, ვიღაცა ადგენს შავსიებს, ვიღაც თეთრებს, მათ ზევით ხო არიან ადამიანები კიდევ უფრო მაღალ თანამდებობაზე და კიდევ უფრო გადაწყვეტილების მიმღები. მაგალითად, იგივე ეს ბატონი ჯაბა. რატომ მაინც და მაინც ამ ადამიანზე გააკეთეთ აქცენტი? საიდან გაქვთ ინფორმაცია მას, რომ იგი დგას და რაღაციებს? მე არ მითქვია, რომ იგი დგას. იგი იყო მონაწილე იმ ანკეტისებისა, რომელიც გადმოვიდა. ეს მონაწილეობდა ზუსტად. მე კი არ ვიცი, ხო მას ჯაბა აკეთებს, ღმერთმა დაეფაროს და საერთოდ კულტურის მინისტრმა მისი მოადგილეები. ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ადრე. მე კი არ ვძახი ეხლა აკეთებს ამას. იმიტომ რომ მე რამოდენიმე თათბურს ვესწრებოდი, სადაც მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ ყველას მიეცით საშუალება იმღეროს, ჩვენ არ ჩავერიოთ და არ დავყოთ მომღერლები იმისიანი, ამისიანი. ეს არის თავარი. აგერ ზის ორი არაჩვეულებრივი მომღერალი. კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი იძახდა, ჩვენ დავავალეთ დეპარტამენტსო ყველა მომღერალთან დაერეკა. ჩდება ეჭვი, იქნებ სპეციალურად არ დაურეკა, მათ რომ ესეთი აჟიოტაჟი მომხდარიყო და დღეს ჩვენ აქ შევკრებილიყავით. რატო არ სვავდა? ხო, ამას ვიძახი ინგა, თორე დღევანდელ მთავრობას არ აინტერესებს. მოგცემთ სიტყვას, არ აინტერესებს. ვიდრე სიები დგება. სხვა არის სხვა რამე. ხო და აქედან გამომდინარე, რომ არც მერია და არც კულტურის სამინისტრო დღეს ნამდვილად არ არის დაინტერესებული, რომ აი ესეთი აჟიოტაჟი ატყვეს და კი ბატონო, მე უბრალოდ ეს კითხვა იცით რატომ გამიშდა? წეღანაც პირველ ბლოკში დაგიშვით კითხვა იმის გამო, რომ ადამიანი დაუშვა წინა წლებში მუშაობდა, თუ კი არის ხო პროფესიონალი, თქვენ რა მომხრე ხართ იმის, რომ იგივე კულტურის სფეროში, შოუ ბიზნესთან მიმართებაში, რასაც წყვეტენ ადამიანები პროფესიონალები ყველა უნდა გაუშვა. შედით მის Facebook-ზე და ნახეთ სხვა რაღაცას ვიძახ. ადამიანი, როდესაც იძახის, რომ მე არ მომწონს ეს მთავრობა და მე არასოდეს ამ მთავრობის მომხრე არ ვიქნები, როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანმა იმუშაოს და აკეთოს სასიკეთო საქმე ამ მთავრობის ხარდასაჭერად? გამაგებინეთ. არა, მე კი არ ვიძახი, რომ ყველა უნდა ქუჩაში გაყავ. ადამიანი აფიქსირებს. კულტურის სამინისტრო მთავრობის მხარდაჭერაზე მუშაობს, ყველა ეს გაქვთ მოთხოვნა, ბატონო კახა, თანამშრომლების მიმართ. ეგეთი გაკონებულია, იმიტომ რომ თვითონ მაშინ ეს სიები, მაშინ მე უნდა შემედგინე, რომელიც ეს სია თემა, სიტყვაც არ გამიგია, რაც მივედი, არც მანამდე სხვათაშორის, იმიტომ ჩვენ არ ვიყავთ. ან ჯაბას უნდა მოეტანან ვიღაცა მოდით, ხო წავიკითხებოდეს ეს ყველაფერი. ამიტომ ჯაბას ერთ-ერთი განყოფილებაში მუშაობს ეს ქალბატონი. კარგი, არ გვიდა, არა ისე. უბრალოდ დათოს თემაზე გამახსენდა სიებზე იგი ამბობდა უფრო სწორედ გვარებს და სახელებსო დავასახელებოდა. ეს კითხვა მინდოდა დამესვა, ანუ ადამიანები ვინც არიან დაუშვათ პროფესიონალები იმის გამო რომ წინა წლებში სადღაც მუშაობდნენ. კარგით, აღარ ვიდაოთ. მოდით მითხარით ახლა ზურა მიპასუხეთ, ანუ დამშვიდა თემა, შეთანხმდით თქვენ რომ პრობლემა აღარ გაქვთ ხელისუფლებასთან? კი არის, მე არასდროს არ ქონია მით უმეტეს ამ ხელისუფლებასთან პრობლემა, უბრალოდ ეს იყო ეს პატარა იცდეთი გაუგებრობა, რომელიც პირდაპირ გავაკეთე იქვე კომენტარი და აღარ ვაპირებ იქ გაგრძელებას იმ გადაცემის, უბრალოდ რაღაცა რეზუმეს სახით მინდა ვთქვა, რომ უფრო კარგი იქნება კულტურის სამინისტროსთან ერთად, ქალაქის კულტურის საქალაქო სამსახურთან ერთად, როცა რაღაცა ესეთი პროექტები კეთდება, რაღაცა დავждეთ ერთად, დავწონოთ, გადავწყვიტოთ, ვილაპარაკოთ, რა იქნება უკეთესი. ვილაპარაკოთ, მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს კულტურის პოლიტიკა, როგორი იქნება ამ ქვეყანაში, როცა სპონსორობას ეხება, თუ განთავისუფლდება სპონსორი, იმისგან რომ თქვა დააფინანსოს ჯგუფის ანუ მოითხოვთ, რომ თქვენთან გაიარო კონსულტაციები. ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ანუ ამ თემაზე უფრო მოვედი სალაპარაკო. მე არ მithქვამს კიდევ ერთხელ მინდა განმარტოთ, სუდად გაიგეს, რომ კახეთში, თელავში ჩვენ არ მივდივართ, ანუ არ გვეთაკილებ პირიქით, ძალიან დამასრულებინეთ. მე არ მithქვამს, რომ თელავში მეთაკილება პირიქით, სადაც დაგვიძახებთ, წამოვალთ. არ დაგვიძახებთ, ჩვენ ცალკე კომერციული კონცერტები გქონდა დიდი სიამოვნებით ვიმღერებთ. ასე რომ მიხედეთ გაჭირვებულ ხალხს, რაც ყველაზე მთავარია. აჩიკო ისმენთ. იცით რა, მომღერალი იმით განსხვავდება ყველა სხვა ადამიანისაგან,
მით უმეტეს პოლიტიკოსებისაგან იმითი, რომ ის მღერის და ანიჭებს სიამოვნებას იმას, ვინც მას უსმენს. აი ამითი განსხვავდება. ამ შემთხვევაში მე რა ვიცი, მე არ მithქვამს რაღაცა კულტურის სამინისტროს პირიქით, მე კახა სანამ დაიწყებდა მაშინაც უთხარი და იმ გადაცემაშიც ვთქვი, რომ მე ძალიან მადლობელი ვარ იმისათვის, რომ სანამ ეს გადაცემა იქნებოდა, მანამდე დამირეკეს, მითხრეს, რომ აი აქ ამ ქალაქში და რაღაცა კი ბატონო, მე დავთანხმდი და ვარ ამ იმაში. მაგრამ აქ ამაზე არ იყო ლაპარაკი, ხა მე რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ. მე ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ მე 7 წელია მოსკოვში ვარ. ჩამოვედი აქ და ვაპირებ გაზაფხულზე სოლო კონცერტის გაკეთებას და აქ ეთერში მინდა მოგმართოთ ბატონო კახა, რომ იმედია, რომ კულტურის სამინისტრო დამეხმარება, რომ ფილარმონია იქნება თუ სხვა ის საკითხები, რაც საორგანიზაციო, თქვენ დამეხმაროთ და მე საქველმოქმედო კონცერტს გავაკეთებ. გნებავთ თქვენთან განმოვრიცხავ, გენებავთ იმ ორგანიზაციაში, რომელიც უფრო საჭირო იქნება ქვეყნისათვის. მადლობ, დიდი მადლობა. იკა კვალიაშვილი. ქალბატონო იკა, როგორ განწყობაზე ხვდებით ახალ წელს? მცხეთაში მღერი ხართ. გადასარო განწყობაზე ვხვდები ახალ წელს. მით უმეტეს, რომ რაღაცა ამ წელიწადს პირველად ვარ გენაცვალებებია და როგორ უნდა ვიყო, ახლა ცუდ ხასიათზე წარმოგიდგენთ. მით უმეტეს, რომ ფიზიკურად არ ვგზნობ თავს კარგად. მაინც, მაგრამ ერთ რაღაცას კი ვიტყვი, რომ ძალიან მოხარული ვიქნები, ყოველთვის მოხარული ვიქნები, თუ კი ყველას გვეყარება ერთმანეთი და აღარ იქნება ეს გადაბლოკვა, გადმობლოკვა, შავისია, მარკერი, ჯანდაბა და ოხრობა იყოს, სიყვარული და ურთიერთობა და რაღაცა კარგი საღამოები ჩავატაროთ. დიდი მადლობა ირმა სოხაძეს. ლელას მივცემ ბოლოს, ვისმა. ლელამ კიდე შემაჯამებელი სიტყვაც უნდა თქვას, ხო? ყველაზე მეტი ლელა მილაპარაკა, იმიტომ რომ ეთქო ყველაზე მართლა გული დაწყდა. მე მართლა არ დამწყდა გული ამ ყველაფერზე, რომ არა ის ტექსტი ქალბატონიასი და მე დაქვე კიდე ერთხელ განმარტო. ჯეთი არ დამწყდა, რომ მაინც არ წავიდოდი არსა და მე ქალბატონიას მინდა უბრალოდ ხა ჩემი ადვოკატობა არის რამდენი ჭირდება თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ჭირდება. უბრალოდ თქვა, რომ ნამდვილად მას სხვა რაღაცა უნდა და ეთქვა. ეს არის ალბათ გამოუცდელობის ბრალი და მინდა ვთხოვო ქალბატონიას, როდესაც საუბარია ჩვენ სავით სენსიტიურ ადამიანებზე, მომღერლებზე, მსახიობებზე, ცოტა მეტი სიფაგიზით და მეტი სკრუპულოზურობით შეარჩიოს აი ეს ფრაზები, რომ ეს ორკესტრის შესრულებით კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას, ის ვიწრო წრევისაც შეუძლია ცოცხალ სიმღერა, ეს წარმოუდგენლად უხეში და ცუდი ფრაზაა, თუმცა თქვენ ეს არ გინდოდათ ქალბატონია, მე დარწმუნებული ვარ. ხა რაც შეეხება პოლიტიკურ ნიშანს, ინგა. მე ვთქვი წეგან და კიდე გავიმდი ხის წინ ვთქვი, რომ ბევრმა ალბათ რაივიც კონცერტ არ უნახავთ, რომ ნამდვილად იყო წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნი დებნა, ამას ცალსახად ვამბობ, ხო, ფავორიტული სისტემა, მანკიერი, საშინელი, საძაგელი სისტემა, როდესაც იყო 5 მომღერალი, 2 რეჟისორი, 1 დირიჟორი და მეტი არავინ და ჩიკვტარი იყო ყველა, უბრალოდ კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყავით ალბათ დახოცილები, მაგრამ ნუ მათთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიერო ცოცხლები ვართ, მღერით, კიდე კონცერტებს მართავთ, კიდე ძალიან კარგ ორკესტრებთან, სიმფონიურთან და საესტრადოსთან და კიდევ აპირებ ბევრი რაღაცის გაკეთებას. ანუ ის იყო მანკიერი ფავორიტული სისტემა. დღეს არავითარი სისტემა არ აქვს მთავრობას. ეს შეიძლება უკეთესი არ არის, უარესი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბევრად სუდიც, ბევრად კარგიც არ არის, იმიტომ რომ რაღაცა სისტემა პროფესიული ნიშნით, ეხლა ბატონ ალუდა მითხა წეგან რეკლამის დროს, ჩვენ ვერ ჩავერევით. აი ბატონი გივი თურმე არ ადგენს ამ მომღერლების სიას. თურმე კიგენა ჯერა თაკუნამ ჯერა, მაგრამ თურმე არც მერია. აბა ვიში მე მაინც ვზივარ 2 საათია გადაცემაში. ვერ გავიგე ვიში ადგინა ეს 27 ადამიანი, რომელიც მე არ ვიცი რა ნიშნით არის შედგენილი. მე აღარ იმიტომ ლაპარაკობ, რომ დედას გეფიცებთ, მამას გეფიცებთ. არ მინდა ამ სიაში ვიყო მაინც არ ვიმღერებდი, არც ერთ კონცერტზე ახალ წელს. ვიში ადგენა ეს 27 კაცის სია, იქნებ ხელი ამიწიოს საიდანაც ციდან დამენახოს, ხო, იმიტომ რომ ერთი წუთი ინგა და კიდე გამოსავალი. წეგან არ მახსოვს დათომ თქვა თუ მეორე დათომ. აი ჩვენ პოპულარობაზე, ხო დათო? ისევ იმ სიმღერებს რომ დავწერთ, რომ გახიტებული იქნება და ხალხს მოვენატრებით და ეს გენაცვალე ტელევიზიიდან მოდის. ერთი მუსიკალური სატელევიზიო პროექტი არ არის. მე ცოცხალი ვარ, მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს საპროდიუსერო კონცერტებისაც, სატელევიზიო გადაცემებისაც. რატო არავის არ ჭირდება რომ დავეხმარო? ტელეპროგრამებზე ნუ გადავალ. თქვენ ტელევიზიაზე არა მაქვს. არც ერთ ტელევიზიას არ აქვს. ბავშვო, არ გვიდა აი ახალგაზრდობა. დაუკრას ტაში თუ გვინდა.
მუსიკალური პროექტი, სადაც ქართული სიმღერები გაჟღერდება, აბა როგორ უნდა გავხდეთ პოპულარულები? არ თუნდაც ეს ტელევიზია რეიტინგულად ჩვენ სიმღერებს რა. სამწუხაროა რომ არ თვლის, იმიტომ რომ უნდა ჩათვალო. მარტო ეს ცოტა ჩვენი ბრალი წაიდა. არა, ეს იცი რა არის, მიზეზი და შედეგი, დათო. უმრავლესობა მე ინტერნეტით ამაკ, აი რიხანას სიმღერა გამოვიდა, ბიონსეს სიმღერა. ეს უ ინტერნეტი, აი MTV-ს მე აღარ უყურებ. შეიძლება ჩვენ არ უყურებ, მაგრამ მასა უყურებს ტელევიზიას და კარგი სიმღერების პოპულარიზაცია საჭირო, ამიტომ ჩვენ ამას გავაკეთებ. კარგი სიმღერების პოპულარიზაციას ალბათ ნებისმიერი ტელევიზია და ნებისმიერი რომელ ფორმატში ვითხარი? რომელ ძალიან ბევრი ფორმატი. სად არის ფორმატის? აი მაგ გადასარევს მოგიტანო. ერთხელ გავუშვებ ток-შოუ. მე მიმაჩნია. არა, ეს არ არის მუსიკალური არაერთი პროექტი ეკას შოუში ყოფილა პრეზენტაცია. მუსიკალური გადაცემა სულ სხვა. გადაცემაში მიდიხარ და კარგი, ნუ ეს არ არის თქვენ და სამწუხაროდ მუსიკალური არხი, რას ვიზავთ. კარგი. ირმა პრესტიჟულ ტელევიზიას. გავი, ეს სხვა პრობლემაა. პრესტიჟული გადაცემა. აუცილებლად. როგორც იყო ოქტაგონი თუ გნებავ, თუ გახსოვთ ალბათ ბევრს გახსოვთ. არხი უნდა იყოს მომგებიანი, ალბათ არხი თუ კი იქნება, ეს ჩემი პასუხია, არ მიწყინოს არავინ. თუ იქნება კომერციულად მომგებიანი, რა თქმა უნდა, კერძო არხი იქნება ასეთი, მაგრამ მუსიკა რა დაიდება, იმის მიხედვით იქნება ხო პოპულარული. გადაცემა უნდა იყოს, რომ დავთოთ ესე როგორ დავთოთ. არავინ და სადაც მუსიკა არ გადის, იმას ყველა უყურებს და ეხლა გამოვიტანოთ. კარგით, აღარ გვინდა თემას ავსებ. ბატონო კახა, თქვითო, ვინდადო ესიაო, მოკლედ თქვით, შეაჯამე, ძალიან გთხოვთ, სიჩუმე. ვინდადო სია, ძალიან კარგი, ძანეთ რა. მეცნება ეს ძალიან გთხოვთ. ნიუ-იორკში ახალ წელს გამოყავთ მარტო ბონჯოვი, ეტყვა რა ხდება იქ წარმოგიდგენთ ამერიკაში. დახოცეს ერთმანეთი. ეგარ გავიგე რა, აი რამდენი შარშან თქვა 20 მუსიკოსი იყო. ყველა ტელევიზიის ყველა სად გამოყავ ნიუ-იორკში მარტო ნიუ-იორკში არის მარტო ბონჯოვის კონცერტი და გარეთ. ნიუ-იორკის ყველა ტელევიზია მარტო ბონჯოვი. დანარჩენი კომერციულია, იმიტომ რომ იქ ტაციაობაა მუსიკოსებზე. როგორც თბილისში სხვათა შორის. კომერციული, ამაში აქ არის მარტო თავრობის ღონისძიება, არ არის კომერციული ღონისძიებები რა გაბატონო. ნებისმიერ კლუბში ჩამოყავთ მაგარი მუსიკოსები, შაროსა და დაწებული, იქ ბევრი კლუბებია. ვინ მოусმენს კლუბში? მაგალითად კორკოტა ვერ დავითანხმეთ, იმიტომ რომ იმაში რა ქვია, გუდაურის იქით რა ქვია, ყაზბეგში აქ კონცერტი ღამე. მერე გადმოფრინდება აქ. არის ეგეთი მოთხოვნადიც რაღაც კლუბს უნდა მაგრამ კარგი, თუმცა აქ ერთი თემა არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც უსმენს ამ მომღერლებს, ისინი კლუბებში უბრალოდ ამიტომაც ყველგან არის 450 კაცი ადამიანი, მუსიკოსი, მოცეკვავე, ინსტრუმენტალისტი, ყველა არის დაკავებული. სადაც 1000 კაცამდე იმსახურება 12 ქალაქში, კიდე ამ კონცერტებს, ხო სცენების წაღება, ყველაფერი. წარმოიდგინე, ამდენი ხალხი სამსახური აქვს და თელი ღამე მუშაობს ახალწელს, მაგრამ წავიდეს ყველაფერი და ამის გარდა ხა რა არის? თავარი არის მოკლედ თვითონ სისტემაში. პროდიუსერები რო არ არსებობენ, ამიტომ ცალ-ცალკე მუსიკოსებთან ესეთი სისტემა მეგონი სოფლიოში არსად არის. უნდა იყოს საპროდიუსერო, როცა შენ თქვი, ჩვენ მუშაობთ იმ თემაზე, რომ რაღაც სპონსორებს, რაღაც ის გქონდეთ შეღავათები, რომ ესე დიდ ფესტივალს ან რაღაც კონცერტებს დაეხმაროთ, იმას შეღავა და ინტერესი გქონდეთ. კულტურის სამინისტროს თვითონ მუშაობა ზუსტად ამის სცენარიო. თქვენ მე მაგარი პროდიუსერებიც ყავდეთ, ვინც თქვენ მაგირად არ ირბეს, თქვა იქ თანხებზე, თქვენ უნდა იფიქროთ მარტო თქვენ მუსიკას. თემას არ ავწდეთ რა, ეს სხვა გადაცემის თემაა, შოუ ბიზნესის განვითარების თემა, ეს სხვა გადაცემის თემა უკაცრავად. მაგრამ აიმიტომაც არის. არა, უკაცრავად. თაკოს რაღაცის თქმა უნდა და ლელას ვაძლევს სიტყვას. კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი და მეც აღარ მოგაბეზრებთ თავს. ანუ თქვენ რო აქ ლაპარაკობდით, რომ უცხოელების ჩამოყვანაზე არ უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიო. არა, კითხვა დავსვი, წინა ხელისუფლებისადმი წაყენებული ბრალდებებიდან ერთ-ერთი სულ გესმოდა, უცხოელები ჩამოყავთ, იხარჯება ბევრი. და აი აქ ახალგაზრდების ხედან და ამბობენ, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრ მათგანს არ მოწონს ქართული შოუ ბიზნესი და არ მოვლენ ჩვენ კონცერტზე და უნდათ უცხოელი მომღერლები და ჩამოიყვანეთ, რაც შეიძლება ბევრი უცხოელები მეც ძალიან გამიხარდება მათ კონცერტზე წასვლა. დიდი მადლობა, ლელა, გისმენთ, თქვენი შემაჯამებელი სიტყვა, თუ დაგჭათ რაიმეს თქმის სურვილი. მართალი გითხრათ, ძალიან დავიღალი ამდენი ემოციებით, მაგრამ ჩვენი პროფესიის ადამიანები შორიდან ძალიან ბრწყინავენ, იცი? მე რომ ერთი წუთი დათო თუ შეიძლება. პატარა რო ვიყავი, ხო იცი, ეს ყველას ქონდა. მე მეგონა რომ ჩემი სკოლის დირექტორი ბოდიშუხტის საფირფარეშოში არ დადიოდა, იმიტომ რომ გვეგონა რომ რაღაცა და ნუ ხა შეიძლება ცოტა არასწორ ესე თქვა შედარებას ვაკეთებ, მაგრამ ნუ მაინც ჩვენ სხვანაირად გვიყურებენ და გონიათ რომ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს და განცდები არ გვაქვს და
რაღაცა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე და ეს იმიტომ რომ ყველაფერი შედარებითია და ბევრად გაჭირვებული ადამიანები არიან და ბევრი სხვა პრობლემები არის და ბევრჯერ მინახავს ადამიანი როცა სერიოზული პრობლემა აქვს, აი ღერთო ჩემო, რაზე ვლაპარაკობ, რაზე ვწუწუნებ, როცა ადამიანს ესეთი პრობლემა აქვს, ხო, არიან ესეთი ადამიანები და როცა გვაქვს ხოლმე საშუალება ჩვენ კოლეგებს რომ მათ დასახმარებლად მივიღოთ ამ ესეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, დიდი სიამოვნებით ახდებით. მაგასთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო ბოლო განცხადება, უფრო სწორედ ინფორმაცია. ამიტომ მე იცი რა მინდა ვთქვა, რომ ყველა შრომა არის დასაფასებელი, საპატიცემულო, ყველა ჩემი კოლეგა დამწყები იქნება, ჩემი ასაკის იქნება, ჩემი უფროსი ასაკი იქნება. ეს ადამიანები ყველანი შრომობენ და თავიანთი გამლილი გზა აქვს და თავიანთი ესე ვთქვათ სიტყვა თქვეს, ხომ? ამ სფეროში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ ამ ადამიანებს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთავრობას და სახელმწიფოს, იმიტომ რომ მე რო დავიბადე, შევარდნაძე იყო. მე მოვიდა ბატონი ზეად გამსახურდია. მე ისევ ბატონი შევარდნაძე მოვიდა. მე სააკაშვილი მოვიდა. ეხლა ბატონი ივანიშვილი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ვართ და კიდე დიდხანს ვიქნებით. უბრალოდ ხო ხვდები რაზე ვსაუბრობ. მე დიდხანს და კარგად გამოვიდა. და ამიტომ შემოკარგო, მე მინდა რომ აი ესეთ სამსახურებში და არა მარტო ესეთ სამსახურებში, რომლებიც ადამიანების ბედს წყვეტენ, მინდა რომ იყვნენ პროფესიონალები და თუ რაღაცაში ვერ გაერკვევიან, მაშინ კითხონ რჩევა იმ ადამიანებს, ვისაც ეს ესმის, გაიგება და მინდა გითხრათ, რომ შედეგიც ბევრად უკეთესი იქნება. დიდი მადლობა. ბატონო ალდა და დაამთავრეთ. ძალიან მოკლედ, ძალიან გთხოვთ რა, ბოლოს სიტყვა ძალიან მოკლედ. ჩვენი მოქალაქეებისთვის მინდა ვთქვა, რომ ჩვენ წელს შედარებით წინა წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით 700,000 ლარით იაფად ვაკეთებთ ამ პროგრამას და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ალბათ იცით, დღეს დამტვირთვა საკრებულოში დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი, სადაც დაახლოებით 20-ზე მეტი ახალი პროგრამა გაჩნდა. მათ შორის ცეჰეპატიტთან დაკავშირებით ეს თემას ნუცდებით, არ გინდათ ეხა ბიუჯეტის დაცვა. ამაზე ცალკე გადაცემა გვაქვს. ყველაფერი ამას უკავშირდება, ბევრ რამე შეიცვალა, იგივე დაფინანსების სქემა შეიცვალა. ჩვენ ამას შრომა ჩავდეთ, მაგალითად მე ძალიან მოხარული ვქნები თუ კი ამას აჩვენებთ, მაგალითად, ხო? როგორი იქნება, ასე ვთქვათ, მოწყობილი ეს საკონცერტო სცენა. მე მაგალითად ამას ნახავს მაყურებელი, ბატონო ალოდა, ყველა დროს ვკარგავთ. ეხა ისე ერთს გეტყვით საკონცერტო სცენის მოწყობაზე გამახსენდა ამ დღეებში ქუჩებში რო დავდივარ, სულ გადამწვარი არის ის ჩამოკიდებული განათება და რა ხდება. სულ მეშინია ხოლმე რო დავდივარ, რომ რატო ჩაქრა უცბად თავში არ დამეცეს და ხომ მშვიდობაა ჩვენ. მშვიდობაა, გიპასუხებთ, ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვდა და სამწუხაროდ ტენდერი, რომელსაც უნდა გამოევლინა, ვინც შეაკეთებდა, ის ჩავარდა და ტექნიკური მიზეზებია. ეს რაც დაგვდა და ნამდვილად ჩვენ არ თავარია რომ განაცდეს. კარგი, გავაკეთებ რა. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან გადაგვიცდა რა. თემას ცდებით და იმიტომ ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა შავი სიები. მე ამას ვარ უპასუხო, არ შეიძლება, იმიტომ რომ მე მგონი თელი გადაცემა ამაზე ვსაუბრობ. კარგად გაარკვია, რომ ჩვენ არ ვნიშნავთ არავის, არც ქალბატონი არჩევს არავის. კულტურის სამსახური ამაში არ ერევა, პროდიუსერთა ჯგუფი იყო ჩარეული, მე გულწრფელად მართლა არ ჯგვარი ვინც არის ისე მთავრდება ეს გადაცემა, მე პირადად მართლა ვერ გავიგე ვის შეადგინა ციები და ყველა ერთმანეთის მიმართულებით აკეთებს რაღაც გან. მართლა ვერ გავიგე ვის შეადგინა ესია. უცხოელების კი ბატონო. არაფერი ვიტყვით, მე არ მახსოვს უბრალოდ. უცხოელების და ქართველი შემსრულებლების. 100-მდე შემსრულებელი არის ქართველი და 2-2 ბენდია. არ ამგონია ეს იყოს ესეთი პრობლემატური თემა და გამოვეხმაურებთ თქვენს თავს. ძალიან სწორად იყო დასმული, ამიტომ კულტურის სამსახურში პირველად გაჩნდა პოლიტიკის განყოფილება, რომელმაც უნდა იმუშაოს დედაქალაქში კულტურის განყოფილებაზე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, დიდა დააცო. ერთი რჩევა მინდა, ბატონ ალუდას მინდა. მოკლედ ლელა ძალიან. აი ხა სცენა გვაჩვენა და ბატონ ალუდა, იცით რა არის, კარგად უნდა გათბეს სცენა, იმიტომ რომ ის ინსტრუმენტები, როცა ცოცხალი ბენდი უკრავს, ინსტრუმენტი ჯდება და ტონალობიდან გადადის და ამიტომ კარგად გაათბეთ. კარგით, დათო დაასრულე ძალიან მოკლედ, გთხოვ. მე ვეთანხმები ლელას და ყველა ჩემი მეგობარია და ჩვენ წლები ერთად ვართ. მე არ მგონია რომ ია მაქაც არის ეს ძალით უნდა რომ ესე თქვა, იმიტომ რომ ლელამ კარგად თქვა რომ უნდა პროფესიონალი ადამიანები უნდა რაც ბატონ მალუდამ თქვა, უნდა შეიკრიბონ დაჯენ და აი ეს პრობლემები ნამდვილად არ იქნება. პროფესიონალი კადრები ამას გულისხმობ. დიდი მადლობა. მალუდამ სულ არ უნდა იცოდეს ინსტრუმენტი, რომ სიცივეში. აქ და გამოდია მე ამგონია რომ ხა იას ეს სპეციალურად. კარგი. ძალიან დიდი მადლობა. ისე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამიწიეთ ხელი დარბაზში. თუ ვინმემ გაიგეთ, ვინ შეადგინა საბოლოო ციები, ვინ უნდა იმღეროს ამ ცენტრალურ კონცერტზე და ვინ არა. გაიგე, ანრი, ვინ?
მარტო ამ მხოლოდ ანრი მაწია ხელი თქვი? იცი რა არის? ანრი თქვი? არა, იმიტომ რომ თავიდან ხელისუფლებამ თქვა რომ გივი გაჩეჩილაძისკენ იყო. გივი გაჩეჩილაძე ხო არა? სამხატვრო ხელმძღვანელია ტელევიზიის შეფო. თავარი ვიღაცა ხო იყო? თავარი როგორც რაღაცა შინაარსია. ეხება ვიღაცა პროდიუსერს მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ მარტო სიმღერა გამომდინარე შეარჩიეს. კარგი, შევთანხმდით იმაზე რომ გივი გაჩეჩილაძე არაფერ შუაშია. დიდი მადლობა. ძალიან გადავაცილეთ ხალხო. რა მოგრა? საშიში რა არის? სიჩუმე მუსიკოსები ხონდა მოარდო უცხოური სიჩუმე დარბაზში. უცხოელი მომღერალი გჭირდებაო და იმას შეხედო მთელი საქართველოს რას აფიქსირებს თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ბატონო და ნატო თუბაძეზე რაკეტი იყო დღესაც, იმიტომ რომ პროდიუსერები გადაარჩენენ ნიგაიან მიმართულებას. კარგი, დიდი მადლობა. მე მინდა გისურვოთ ყველას წარმატება. წინასწარ მოგილოცოთ ახალი წელი და ბედნიერი უკაცრავად მომისმინეთ. ახალ წელს გილოცავთ, ცუდს არაფერს არ გეუბნებით და ისევ ამთავრებ ამ წელს თქვენთან საუბარს, რომ 2015 წელი ისე შემოვა ჩვენ სტუდიაში, რომ მე მაინც არ მეწოდინება ვინ დაწერა ეს სიები. მინდა იმ კონცერტებს ხირა ის ბავშვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობას. ეხლა ნაკ ბევრი იყო საუბარი კომერციულ კონცერტებზე, საღამოებზე, საქველმოქმედო კონცერტებზე. მე დღევანდელ გადაცემას ვერ დავასრულებ ერთი ინფორმაციის გარეშე. გასული კვირის იმედის კვირაში გასულ რეპორტაჟს ეხებოდა ეს იყო ნიკუშა ნატროშვილზე გაკეთებული ჩვენი რეპორტაჟი, რომელსაც მოყვა უპრეცედენტო მხარდაჭერა და მართლა დღემდე გაუგონარი სოლიდარობა გამოიჩინა საზოგადოებამ. თუმცა ამ სოლიდარობის მიუხედავად პრობლემა მაინც ჯერჯერობით რასაკვირველია არსებობს რეალურად და ნიკუშა ნატროშვილის გადასარჩენად იმედის კვირაში გასული რეპორტაჟის შემდეგ რა თქმა უნდა არ წყდება გამოხმაურებები, თანხის გარკვეული ნაწილი მის ანგარიშზე ჩაირიცხა, თუმცა უცხოეთში სამკურნალოდ გასაგზავნი თანხა საკმარისი არ არის. ხვალ წერეთლის გამზირის 106 ნომერში, კლუბ რეპუბლიკში, 16-ში 116 ნომერში კლუბ რეპუბლიკში ნიკუშა ნატროშვილი დასახმარებლად გაიმართება საქველმოქმედო აქცია კონცერტი, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას და ყველას ვისაც აქვს სურვილი რომ დაეხმაროს ამ შესანიშნავ ახალგაზრდა კაცს, შეუძლია რომ მივიდეს იქ ხვალ 12 საათიდან კი შეგიძლიათ ბილეთები შეიძინოთ აბაშძის ქუჩის 32 ნომერში და დავასრულებ გადაცემას სწორედ ნიკუშას დედის საგანგებო მიმართვით, რომელიც მან ეთერში ჩვენი გადაცემის გასვლა სულ ცოტა ხნით ადრე გააკეთა. უღმესი მადლობა ყველას. პირველ ყოვლისა ტელეკომპანია იმედს. გადაცემას იმედის კვირას და მის კოლექტივს. კიდევ ერთხელ უნდა მოგიხადოთ ბოდიში. მე არ შემიძლია სხვანაირად. მე ავაწყრიალე არ ვიცი 100,000-ობით ადამიანი და დაუკარგე მოსვენება. შევაწუხე ყველა. ამისთვის ისე მრცხვენია, ისე მერიდება და ისე მეუხერხულება. ქუჩაში დავდივარ თავი, მაგ დაწეული მცხვენია რომ არ შემხედონ სახეს. უღმესი მადლობა ყველას ხალხს, ნიკას მეგობრებმა. გადაწყვიტეს ჩაატარონ ესეთი კონცერტი აქცია, რომელშიდაც მონაწილეობას იღებენ ჩვენი მუსიკოსები და მომღერლები. სათითაოდ ყველას წინასწარ უღმესი მადლობა. სახელმწიფოს შემდგომ აქ უკვე ჩემი მეგობრები აპირებენ დიდი ღონისძიების ჩატარებას სპორტის სასახლეში. ალბათ კიდევ ერთხელ შეგაწუხეთ თუ მობრძანდებით ამ კონცერტებზე, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, შვილები გიმყოფოთ ჯანმრთელად. იმიტომ რომ ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა ამ ქვეყნად და არც ამაზე მტკივნეული, როცა შვილს რაღაცა საფრთხე ემუქრება. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ამ სტუდიაში იჯდა და საუბრობდა შოუ ბიზნესის პრობლემებზე, მონაწილეობს ამ საქველმოქმედო კონცერტებში, ლელა, ნინი, ანრი, თაკო, ძალიან ბევრი ადამიანი, მე მგონი ყველანი სურვილით, საკუთარი სურვილის მიხედვით და მე ვისურვებდი, რომ თქვენგან ძალიან ბევრ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობაზე გამევრცელებინა ინფორმაცია და გამეკეთებინა რეპორტაჟები. წარმატება ხალხო, მადლობა რომ გიყურეთ ნაყვამდით. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით კვირას საღამოს 8 საათზე იმედის კვირაში ძალიან საინტერესო თემებს გიმზადებთ.